მოგესალმებით. Აბელაზე ქალური დღე ხუთშაბათი. ქალური არ ქვია. აბელაზე ისე აბა რა ქვია? ლამაზ. ყველაზე ლამაზ, დიდი მადლობა კომპლიმენტისთვის. ყველაზე ლამაზი დღე ხუთშაბათი დაიწყო. ხუმრობა იქით იყოს და ისეთ სილამაზესთან ერთად შეხედვა, კარგი იყო. ხივა რომ ცოტა მეუხერხულება, მაგრამ დამერწმუნეთ ძალიან საჭირო თემებზე და სასარგებლო თემებზე ვისაუბრებ დღეს. რას ნიშნავს მცხალი, ატამი, ბანანი, ფიში საათი, ბაშილი. მოდი ჩემთან. აი ამ ყველაფერს გაშლია ჩემი ულამაზესი. ჩვენ კიდე ძალიან გეხარია. ქალურიო, ბაშლი, ატამი, მცხალი. გოგოებო, ჩიკა და გვანცა ძალიან გეხარია, რომ ამ ლამაზ მართლა დღეს შემოგვიერთთ და ქრისტინე პირველ რიგში ხარია რომ დღევანდელ დღეს და თქვენთან ერთად ვარ. პირველ რიგში უნდა აღვნიშნო რომ ძალიან მომწონს ჩვენი განახლებული სტუდია, რომ მომენატრეთ ვიცით მივესალმებით ჩვენს მაყურებელს და რა ვიცი დავისვენე ცოტა გავნიავდი რაღაცებზე ვიფიქრეთ და სიახლეებით მოვედი. კაი გოგო ხარ და სიხარულებში ქრისტინე მძიმე იყო იქ და არჩილი. დიახ, დიდი მადლობა. იმიტომ რომ კადრს მიღმა ჩვენ ვიცით რამდენი სასარგებლო რჩევის მოცემა შეგიძლია, რამდენი სწორი ჩასწორება შეგიძლია, რამდენი რა ყველას გვინდა ეს კამარი. ჩემზე საუბრობთ ხა და დააწადეს კომპლიმენტი. შური რა არის? არჩილ მოკლედ გარდა იმისა რომ გიხარია რომ აქ ხარ კიდევ ვიცი რომ ძალიან სასარგებლო და პროდუქტიული იქნება შენი ხუთშაბათი. ძალიან დიდი. კი და მე კიდევ ერთი მიზეზის გამო მიხარია აჩიკოს აქ ყოფნა. აჩიკო არის ფანტასტიკური შემფასებელი სტილის და ყველაფერი იმის ბიჭი თვალბატონს. კი, ბიჭი თვალი. იმიტომ რომ ეს ყველაფერი რასაც ქალები მიმართავთ, ხრიკები იქნება თუ ცოტნა როგორ გამოიყურებოდეთ კარგად, შემდეგ ეს უნდა შეახოსოს მამაკაცმა და რაღა ველოდოთ გარეთ გასვლას. აი აქვე არჩი. გაჩემ თვალზე იყო საუბარი. არა, ამას გვეტყვი. ბიჭი თვალი და გოგო ფეხი და გოგო ფეხი. გოგოები ყავს ფეხები აქ ბევრი. შენ მოძრავი ატელიე. ახალი რუბრიკა წამოიწყო. ახალი რუბრიკა მოძრავი ატელიე. ქალური დღეა და ყველა ქალს ალბათ უყვარს მაღაზიაში სიარული, ახალი სამოსის შეძენა. ხშირად გვიყვარს, როდესაც ჩვენ თვითონ ვქმნით და ვსტუმრობთ სამკერვალო სალონებს. მე ძალიან მინდა რომ ამ რუბრიკამ მაქსიმალურად მოიცვას ყველა საშუალება, რაც დაკავშირებული არის თან ძაბთან, ნაჭერთან. აუცილებლად გარეთაც გავაკეთებთ ძველს და ახალს ვიყიდით, გადავაკეთებთ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა. ბევრი ფული ვისაც აქვს, ყველა შედის მაღაზიაში და ყიდულობს იმას, რაც უნდა, მაგრამ ყველას არ აქვს. აი ვისაც ყველას ეგის შემთხვევა, როდესაც ორშაბათს უნდა უყურო და ვისაც არ აქვს ბევრი ფული და ტანსაცმლის კიდე უნდა ორშაბათს ჩემ რუბრიკაში სპეციალურად აჩიკო არ გადამეკვეთ ხო ვიცოდეთ ჯობია. არა, მე მგონი ჩვენ კარგად უნდა ვითანამშრომლოთ. ქრისტინა და ერთმანეთს კარგი პასი უნდა მიცოთ, რომ მაგარი გოლი დავდოთ. მოკლედ, ქრისტ, ძალიან უნდა ღირდეს აი ესე ვარ ჩვენ გოგოები, ძალიან ველოდებით შენ სიახლეებს და ხრიკებს რო გასწავლი, მაგრამ ვიდრე გადავაკეთებთ, გადმოვეკეთებთ, ვიყიდით, ვითხოვთ თუ ჯერზე ჩავიხედოთ სარკეში. რა გვჭირდება ჩვენ? პირველ რიგში უნდა შევისწავლოთ ჩვენი საკუთარი სხეულის ფორმა, აგებულება. სიმართლე რომ გითხრათ, გამოგიტყდებით, ცხოვრებაში ამაზე არ მიფიქრია, დავინახავ კაბას კიდია მომწონს. გონია ჩემი ჩავიცამ და სხვისია. ხო, მე აგიხდება რამდენჯერაც ყოფილა. მე აუცილებლად ძალიან უხერხულია თქვენი მხრიდან ამის საუბარი რა. 4 ძალიან მაგარ ტანზე გოგოს ხეთხართ და უცბად ლაპარაკობ და განიხილავთ იმას რომ ჩავიცო ჩემია მეზობლის არის აბა. როგორ შეიძლება რომელიმეს რამე არ მოგიხდა. აი როგორ შეიძლება ძალიან თავისუფლად. არის ნუანსები და რაღაც ისეთი დეტალები უნდა იცოდე რა გაქვს აუცილებლად გამოსაჩენი რა ჯობია რომ ცოტა დამალო. აი ეგ სხვა არის გამოკვეთვა თუ გვინდა რამის ეგ სხვა არის. რაღაცის გამოკვეთვა, ჩაწევა, აწევა და ეგ სხვა არის, მაგრამ როგორ შეიძლება თქვენ რამე არ მოგიხსენებთ. აჩიკო, რა შეიძლება იდეალური არავინ არ არის. როგორ არა, თიკა იდეალური მე ვარ. იდეალური სხეული შენს გარდა. ამიტომ ის ქალია ლამაზი, რომელიც ჭკვიანურად მალავს თავის ნაკს და ჭკვიანურად წამოწევს ნაპყანზე თავის კეთილშობილ დეტალებს სხეულზე. ასე რომ სწორედ აქვთ იმის რომ ესენი ვისწავლოთ. ეს კარგი და რა ნაკლება. პირველივე გაკვეთილზებით პირველივე გაკვეთილზე დავალება მოგცა, უნდა მოგვეტანა. ხო. კაბა რომელიც გონია. მე მინდოდა რომ ჯერ ჩვენ ქალბატონებს ეჩვენებინა ჩვენთვის აჩიკო შენ შეგიძლია შეაფასო. ვინ რის მიხედვით არჩევთ კაბას და რომელ კაბას თვლით რომ იდეალურია თქვენთვის? კაბები წამოიღეთ? მე წავედით. თითო წავიდეთ? ალბათ, მიდი რა ვიცი, ყველა წავიდეთ. მოდი მე წავდგები და თან ნინო გვეტყვის აბა ქრისტინე ჩემი საყვარელი კაბა ხო ეს კაბა მეც ნანახი ძალიან მომწონს და მგონია რომ ეს ყოველ შემთხვევაში რის მიხედვით მოვკიდევთ აცი ამ კაბას ხელი როცა მინდოდა რომ შენი დავალება შემესრულებინა ხო იმის მიხედვით როდესაც
აი სადვე მივდივარ და მინდა რომ აღარ ვინერვიულო, როგორ გამოვიყურები. დარწმუნებული ვიყო, რომ ყველაფერი წესრიგშია, ყველაფერი თავის ადგილას არის. ამ კაბას რამოდენიმე ისეთი ელემენტი აქვს, რომელიც მე ყველა სხვა კაბაშიც მიყვარს და მიხდება. ცოტა დაგრძელებული სახე, ამაზე გრძელი მიყვარს. 3/4 სახელო მიყვარს. და ბევრ აქსესუარსაც არ მოითხოვს. არ მოითხოვს ბევრ აქსესუარს, თითქოს ისეთია გამოყვანილია, მაგრამ თან ცოტა დაშორებულია ტანი. თავისთვის დგას, თავისთვისაც არის, ხო? ამიტომ თან თავისუფლად გზნობ თავს, თან მოხდენილად სიგრძეც რაღაცა ისეთია, მუხსრო ეთამაშება. ფერიც ყველაფერი. და კონცენტრირებული მთელი მხევის ამ ზერა მიდის დეტალზე, რომელიც აქვს შუაში და არის ზევი. ამ კაბაში თვალები რომც დააელამოთ. კონცენტრირება იქნება. ნინო, მე შენთვის არაერთხელ მაქვს ნათქვამი, რომ მახსოვს ისეთერი ყოველთვის, როცა გეცვა ეს კაბა. ერთ-ერთი გამორჩეული პარასკევი იყო და რა ბოღმა ყოფილა. არა, სხვათა შორის ეს რომ მითხე, ის მერე მეც მახსოვს გვანცე სიტყვები და განსაკუთრებულად. ორი სილუეტია უბრალოდ. ერთი არის აი ეს ფუტლარის სილუეტი, რომელიც თავისთვის დგას და შიგნით შიგნია იყანყალო და უბრალოდ მეორე სილუეტი, რომელიც მიყვარს, ასევე კომფორტულია, მგონია. ყოველთვის ერთნაირ წონაზე და მოხაზულობაზე არავაც და აი ტრაპეციის ფორმა კიდე ყოველთვის მგონია, რომ ძალიან მომგებიანი, ნებისმიერი. მაგფეხებს მით უმეტეს. ნებისმიერი. ნინო, ეს კაბა რატო არ ვიცი? ეს ეხლა ვაჩუქე, გვანცა. ეხლა ვაჩუქე და იმით. ჩემი კოლექცია. ხო, ტრაპეციის ფორმა, ასევე შიგნით შეგიძლიათ იყოთ ზოგჯერ შეუძლოთ, ზოგჯერ შეძლებულად, ზოგჯერ ცოტა მომატებული, ზოგჯერ ცოტა შებერილებითაც თავისუფლად. კი ბატონო და აი ტრაპეცია და მე მორჩი რას მიწერ? ხუთიანი. მადლობ. ახლა გვავედი. ვანცად არასწელია. მე ძალიან გამოსახებული დაფასთან. მე ძალიან მარტივად ვუდგები, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი როგორი კაბა მიხდება. და ისეთი ყველაფერი გიხდება ხა უბრალოდ. არა, მე ვიცი ჩემი სხეულის პროპორციები, რომელსაც სხვა შეიძლება ისე ძალიან ვერ ამჩნევს, მაგრამ ვიცი რომ ჩემი ასე ვთქვათ სხეულის უკეთესად წარმოსაჩენად აუცილებელია რომ წელზე გადაიჭრას კაბაც, შარვალიც და ქვედაბოლოც. და რატორასთან დაკავშირებით თუ არ იმიტომ რომ პროპორციულად ჩემი ტორსის სიმაღლე უფრო მაღალია ვიდრე ფეხის და ამიტომ რაღაცა ფეხი უნდა დავაგრძელო. იცი რა არის? მაპატიეთ გვანცა და კრისტინე რა ორი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა ძალიან მნიშვნელოვნად გავატარეთ. იგივე ნინოს შემთხვევაში და ეხლა შენ შემთხვევაში და არ მინდა ეს რომ გამოგჭეს რა. ნინოს მიუხედავად ის რომ ულამაზესი კაბა ეჭირა წეგან ხელში ეს მწვანე შუაში ყვავილით. მან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიუხედავად იმისა რომ ნინოს ეს არ ჭირდება. იყო დეტალი რომელსაც გადააქვს მთელი ყურადღება, ანუ უცბად რომ შეგხედავ, ყურადღება გადხო, მაგრამ უნიშნელოდ გავატარეთ. თვალები დავაელამე მეტი რაღაც. არა, მაინც ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და რატო? თქვენ შემთხვევაში თქო, ეს თითქოს არაფერი, იმიტომ რომ ეგ დეტალი რომც არ კონდეს, მაინც კარგად გამოიყურები ნინო შენს, თიკა შენს, გვანცა შენს და კრისტინე შენს. სხვა შემთხვევაში თუ პროპორციულად ცოტა უფრო დიდები ვართ, გაბარიტებს გულისხმობ, იქ კიდე უფრო მნიშვნელოვანი ხდება ესეთი დეტალი. ანუ იქნება ყვავილი, იყო შარფი ან რაღაცა, რაზეც ყურადღება გადავა, აქსესუარი თუნდაც. იგივე გვანცას შემთხვევაში, გვანცა მაღი არ არა, ზუსტად იცმა თავისი პროპორცია, ხო? აღაღაღა. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა, თუ ტორსი ოდნავ უფრო მაღალია ვიდრე ფეხი სიგრძე. ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ წელს ზემოდგა წელზე გადაიჭრას. აი მე კიდე არ მიყვარს წელზე გადაჭრა, იმიტომ რომ გონები ძალიან არ მიხდება. თვითონ იციან ყველა, რა გინდა თქვენ ექსპერტი? რა გინდა? არაფერი არ გვინდა. ჩემი აქვე კიდია ჩემი. მე არ მიყვარს წელზე გადაჭრელი, იმიტომ რომ რაღაცნაირად დისკომფორტი მაქვს და მგონი რომ მე თეზე უფრო დიდი მიჩანს. ამიტომ ჩემი იდეალური კაბა ცოტა ისეთი სათქმელია. არის ესეთი, რომელზეც წელი არ არის გამოკვეთილი და ხშირ შემთხვევაში ქალბატონებს გვაქვს ან რაღაცა ისეთ ადგილას თუ წავალთ, სადაც კვება მოგვიწევს და ცოტა ოდნავ და გვიწყობა ეს ხო არის დისკომფორტი და მე ხარ მთელი დღე შესოთქული და არ ვიცი არის მე გასული სეზონი გატარეთ დარბაზში გავარჯიშეთ და მგონია რომ ქრისტომარა ზაფხული არის ზოგჯერ ეს მუცლის პრობლემა და ამიტომაც აი ესეთი დიზაინერები არსებობენ ვინც იქონებენ ამ ფანტასტიკურ ხრიკებს როგორიც არის აი ესეთი შეპრუჭნული ტერიტორია ნაოჭები რომელიც აი ესე თქვათ აქ სისრულეს გააკეთებს მუცლის არეში და აღარ ჩანს თუ კი მუცელი გონივრულად მალავს ნაკი და ასევე რამ უკან ელვა რომელსაც ასევე აქვს დაყოლებული ესეთი ნაოჭები რომელიც უკანატანს კიდევ უფრო მაღალს აჩენს ანუ უკანა ტერიტორიას წამოწკიპავს და საერთოდ მე მიყვარს დაფარული აი იქ რომ ფარავს იმიტომ რომ რაღაცა ჩემი მხრები უფრო ლამაზი ჩანს მე ამ ნაწილსაც ძალიან დიდი მნიშვნელობას ვანიჭებ როგორი მოჭრილია და როგორი ამოჭრილია როგორი ყელი აქვს მე დავასრულე ჩემი გამოსვლა ძალიან დიდი მადლობა ხუთიანი ამასობაში სტუმრები გვწდიან ხო მეც ვფიქრობ რომ დროა მოვიწვიოთ ჩვენი სტუმრები დღეს ჩვენთან ულამაზესი უჭყელესი გოგო
გოგოები არიან ნინი ბადურაშვილი და სალომე ბაკურაძე გთხოვთ მოგწონთ. მოგძანდით. მოდით, გოგოებო. ორი სხვადასხვა ტიპის ხეულის მქონე და ორივე მომღერალი. მოდით და პირველი ხუთშაბათი გაგვილამაზეთ. ხართ, თქვენ როგორ ხართ, როგორ დაისვენეთ და ჯერ არ დაგვიმთავრებია. აგზერეთ დასვენეთ. რა მაგარია. ხო, მეც არ დამიმთავრებია დასვენება, აი ხვალ მივდივარ, კიდე ცოტა ხანია დავისვენ. ანუ გამოგიჭირეთ რა დღესწრუნად მოსულიყავი. მოდი ესე ორი სიტყვით თქვენ გითხარით, ნინი, შედიხარ მაღაზიაში ან აღებ გარდერობს, რის მიხედვით არჩევ კაბას თუ არ გაქვს პრობლემა ნებისმიერი კაბა მოგწონს შენ თავზე თუ აკვირდები რომ იქ რაღაცა დეტალია რომელიც შენ გირჩევნი არ გიჩანდეს თუ როგორ კაბას თუ არჩევ არასდროს არ ვარჩევ თქვა აი რა ქვია ტრაპეცია ანუ არ მიხდება ეს ტრაპეცია სტილი თუმცა ეხლა მათში ოდნავ ტრაპეცია ეს შესაძლებელია აი ოდნავ მაგრამ დასაშვები მაგრამ ძალიან მომწონს აი ესეთი კაბები ხო ეხლა მოდაში რო მაღალ წელზე და ქრისტინემას თქვა მე მგონი ეთიკა მათ არ მახსოვს კიდე ამას თქვენ ფიქრობთ რომ არ გიხდებათ ნუ აშკარად რო უყურებ სარკეში არ იქნება ის ბრალია რომ დღეს ეგეთ განწყობაზე არა აი მართლა ბევრჯერ ვცადე სხვათა შორის აი მინდოდა რომ ჩამეცვა ესეთი კაბა მაგრამ არ მიყავს ადამიანები თვალწინებდა ის სიტყვაზე დედან არ და რომ იცი რა ნინი არა ძალიან გიხდება უბრალოდ შენ არ მოგწონს და გონია რომ არ გიხდება ხო ეგეც ხო ძალიან მნიშვნელოვანია შენ როგორ გრძნობ რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია მე დრო გვექნება ამაზე სამსჯელოდ რეკლამის შემდეგ ცოტა ხნით შევისვენოთ და იმდენ ტრაპეცია კალბები გვაქვს აი მოვირგებ და მივხვდებით რომ არ ვიხდებ მართლა არ გაჩერებულად რეკლამაზე ეს მე ვიცი ხოლმე რეკლამაზე რეკლამის ამბების გათქმა გათქმა აი ქაქანი რატო არ გიხდება ის და როგორ არ გიხდება აბა ის კაბა მიდე აბა ის კაბა მოიდე მაგრამ ბოლო ტრაპეციაზე ვიყავით ნინის რომ არ უხდება ტრაპეცია ეს იყო ბოლო გადაწყვიტა და გადაში გადაჭრილი კაბა სალომე საერთოდ არსებობს რაღაცა ტანის ტიპები რომელიც ჩვენც გვიან გავიგეთ რომ არსებობდა და არ არსებობს თქვენ რომელიმეს მაინც არ მიეკუთვნება აბა მოყევით არა ხანი ლაპარაკი მსხალი ვაშლი ბანანი იგივე მართკუთხედი უბრალოდ ბანანი უფრო ლამაზად გამოიყურება და ქვიშის საათი და ყუნძენი მე ვიცი კიდე ერთი ფორმა ყუნძენი მე ვიცი სალომე არის ვაშლატამა საყვარელი აი ეს არის ქვიშის საათი ხო რასაც ხედავ ეს ჩვენ ვიცით მე და გვანცავი და ფორმებიც აი ცნობილი ადამი კიმ კარდაშიანი მაგრამ ეს გაბარიტებით ეს ხალხი უტრირებულია ძალიან მოდურია ახლა ეს ქვიშის საათია? ქვიშის საათი აღმოჩნდა რომ ყველაზე идеალური ფორმა. ანუ ეხა ეს ქალბატონი ძალიან განიერია, მაგრამ არსებობს ვიწრო ქვიშის საათი. ეს არის ბანანი. ბანანი. უფრო მამაკაცური ბანანი იყო ხარ როგორ იცავს? კამერონ დიას. ბიჭური. უფრო ბიჭური. წელის გარეშე. ხო და უწელო და თითქმის ერთი სიგანის როცა არის მხარითეძო წელი. ეს არის მსხალი. ზევით ვიწრო ქვევით. ხომოთ უფრო ქალბატონი ვარაუდება მსხალი. უფრო ვიწრო და მე ვერ ხვდები რომ ბიონსე ყოფილა მსხალი. მართლა შენ რომელი მსხალი კუნკულა? არა, კიმ კარდაშიანი თუ ქვიშის საათია, ბიონსე მსხალი რატოა? ბაშლი ვნახოთ ვინ არის? იმიტომ რომ კეტრინ ზეტა ჯონს. აი ეს რა არის? ბაშლი. რატო? აი რა, ატამივით ხალია რა, ამ გავაშლა. კერდიც თავის სახლში ატამივით არის. ხო, ცოტა ბაშლი კაია? ცუდი არც ერთი არ არის. თინათი მთავარია წონაში არ გქონდეს პრობლემა, იმიტომ რომ ეს ფორმა მე იმატებს იმ წონას, თორე ცუდი არც ერთი არ მთავარია მე ფეხი ხელი კიდე მოყვებოდეს. ანუ თუ მე ქვიშის საათი ვარ, რა კაია. თუ ვიმატებ ქვიშის საათი, ვიმატებ ზემოთ და ქვემოთ და წელისე წვრილი ჩემ. თუ მე ვარ მსხალი, ვიმატებ როცა ვიმატებ ქვემოთ, თუ მე ვარ ვაშლი, ვიმატებ წელზე ვარ ის. და თუ პროპორციულად სიმაღლეში ვიზრდები. პროპორციულად იმატებ აი ეგ რა ხილი ხარ. არსებობს კიდევ ჩვენ 4 ძირითადი ტანის ფორმა გვაქვს. არსებობს იქ რაღაც ფორმები, მაგრამ ყველაზე გავრცელებული დღეს ხილის სხვადასხვა სალათები. მაგრამ რა ვიცი, შევეცადოთ რომ დავადგინოთ ვის ტანი გვაქვს. ეს სმარტ. ეხლა ხო გჭირდება რომ დაგვეხმაროთ. ქვიშის საათი რა, ვინც გჭირდება იმის რომ დაგვეხმაროთ. თორე აჩიკო ყოველს ატამს გვეძახის და არავით არ შენ პირი. თავარია რომ ნაზუქი არ დაგვიძახოს. ნაზუქივით გოგო. ლეღვივით გოგო. მოვიწიოთ მაკა ჯაფარიძე, კონსტრუქტორი, ექსპერტი, მობრძანდით ქალბატონო მაკა. როგორი და მე მინდა რომ პირდაპირ აქეთ მხარეს მოვიწვიო მაკა. გოგოებო ყურადღება. გამარჯობა, სალამი. ჩვენ გვაქვს მანეკენი. მე მოდი აქეთ ჩამოვაჩოჩებ თუ შეიძლება, წინ დავდგა.
და გვაქვს ტანის ფორმები. ეხლა მსხალი არის, დავიწყოთ მსხალი. მსხალი ყველაზე პრობლემური შეიძლება იყოს თუ არც ასეა საქმე? წონას გააჩნია. პრობლემური არც ერთი არ არის, ყოველს დაფარვა შეგვიძლია რა შეფუთვა ლამაზე. მაგრამ მე მგონი ქართველებს მსხალი უფრო არა მარტო ქართველებს, ლათინობს გადავხედოთ, ისინი ცხომსხლის ფორმისები არიან. და გემრიელები არიან ეს ქართველები და ლათინოები. დაშინებული უკანალი აქვს, ეგეთი უკანალი მე არ მინახავს. მსხალი, მოდი გავარკვიოთ რა პრობლემები აქვს მსხალს და რა პირიქით. ფლუსის ფორმა, ანუ აქ უნდა ვეცადოთ ყველა ვარიანტში, რომ გავუსვათ ქალურობას და ხაზით და დავფაროთ რაც პრობლემატურია. მსხლის შემთხვევაში გვაქვს თეძოები და მუცლის მიდამო. უკან. აქეთ უფრო სივიწროვია. აქეთ უფრო სივიწროვია, მხრები არის ვიწრო. ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა გავაკეთოთ აქცენტი მუქ ფერებზე, რაც შეიძლება გვერდითა ზონებში. და მხარიც ისე დავსვათ, რომ ეს სივიწროვე რაღაცნაირად გაფართოვდეს, ანუ გადასული. ან რაიმე აქსესუარით ამ შემთხვევაში ღამურაც ძალიან კარგი ვარიანტია. ალბათ, უკაცრავად, ბოდიში მუქი ფერები წელს ქვემოთ ალბათ, ხო? წელს ქვემოთ სადაც პრობლემატური, ხო? აქ თავისუფლად შეგვიძლია ღია ფერით ვისარგებლოთ, ოღონდ გვერდები უნდა აი ღამურა მემაცია აი მაკა ძალიან ხშირად გონია რომ შეცდომა არის ხოლმე, როდესაც აი სწორედ დიდ თეძოზე კიდევ უფრო დიდი ზომის რაღაცაცია და თითქოს ეს თეძო მთლიანად გამოდის რომ ადამიანის გარშემოწერილობა ზემოთაც ქვემოთაც მკერდთანაც, ანუ ერთი დიდი ბალახონი როგორც ეძახიან, ხო? ეს შეცდომაა თუ არა? მე მგონია რომ შეცდომა ის ადგილების ზედმეტად დიდი არ უნდა იყოს. მაქსიმალურად უნდა ქალურ ფორმებს გავუსვათ ხაზი. აქ ჩანაკერს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, ეგრეთ წოდებულ ვიტიჩკას. აჰა, მაგალითად, წელში ეხა ეს მსხალი ბოლომდე ადამიანის ფორმაზე არ არის, მაგრამ წელში რომ გადავჭრათ და ქვემოთ იყოს განიერი, დაიფარება ჩვენი გვერდები. მხოლოდ ერთადერთი მას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ მკერდი არ იყოს დიდი, ამ შემთხვევაში ეს უფრო ამოკლებს სილუეტს. თუ წელში გადავჭრით, ჩემი აზრით ეს ნახევრად რომ გადავჭრათ, ასე უკვე ძალიან ლამაზი გამოდის, იმიტომ რომ თუ გვინდათ რაღაცა დეტალი მივცეთ კაბას და იქ რაღაცა ფუშფუშა რომ დავამატოთ წინ, გაბუთქუჩდება ზედა ნაწილი. ზედა ნაწილი კი, თუ რა თქმა უნდა მკერდი გვიწყობს ამაში ხელს. ანუ პატარა უნდა იყოს შედარებით. კიდე ფუშფუშა მკერდზე კიდე მე ფუშფუშა. არ მაქვს მსხლის ფორმის ტანი. ვერა გაქვს. ნამდვილად არა. აი რა ფორმის ტანია? ეს უფრო იქსისებური ფორმაა. ანუ თოში არისო, ხო? ქვიშის საათი. იმიტომ რომ ხარი და თეძო და მკერდი არის თითქმის ერთ ზომაზე. ეს ქვიშისებური. საკმაოდ კარგი. სალომე თქვა რომ მე ეჭვი მაქვს რომ მე უფრო შეიძლება თქვა მსხლის ფორმის სხეული მაქვს. ესეთი ეჭვი მაქვს და აი ეს სწორედაც ტრაპეცია რომ მას უფრო ვაშლისებური ვაშლი აღმოჩნდი კენზეტა ჯონსი. იმიტომ რომ ხლები პატარა არის და მხოლოდ აი ეს ნაწილია გამოკვეთილი. ანუ ვიზუალურად წონა ჩანს მხოლოდ ამ. აჰა, ხედა ვაშლას. გადააცი ვაშლი. სწორად მიდიოდა. შეეული აცვია კაბა, ეს მინდა თქვა, იმიტომ რომ ხრებზე არის ზუსტად მორგებული. ანუ არც შიგნით სალომე, არ შეგეშინეს ეს უჭირებულია. ეს უბრალოდ მე ვაშლი მეგონა რომ ზემოთ სულ დიდი იყო მკერდიანი ხლიანი სიმრგვალე როა არა. აი ეს ანუ მეგონა მე რას ვაშლი. რომ თულად რო გავალაქედან ვაშლო არ დამიძახონ, კიდევ კარგად ჩამომიყალიბეთ რომ ვიცოდე. ამას უფრო ოფორმა ქვია, სხვანაირად რო ვთქვა. კარგი, მოდი აი ვაშლის მაგალითზე კაბაც ავარჩიოთ. ხო, მაგრამ მე მგონია რომ სალომე ყოველთვის იდეალურად არჩევს ნამდვილად, აი ეხლაც იდეალურად აცვია, იმიტომ რომ ფეხი თხელი აქვს, კოჭები ჩანს. სალომე თვითონ არის თავისი ტანის აქსესუარი. გამოკვეთილია და ტრაპეცია არის. გამოკვეთილია, მაგრამ ზედმეტად არ ეხება მის, ასე ვთქვათ, ზედმეტ ჭარბწონას. აი ძალიან მოდურია შენი სხეული, მინდა გითხრა, იმიტომ რომ ყველა ცდილობს რომ იყოს მისი ქვედა ტანი უფრო ვაშლური. მისი ვიზუალურობა და ხასიათი მთლიანად იკვეთება და ამიტომ ზედმეტად შარმიანიც არის. ძალიან შარმიანი, მე ეფექტურია. პირველი სალომე მოდის და მე რააცვია ის გაინტერესებს. იმდენად თავისივე თავის აქსესუარი. არა, ხასიათი საკმაოდ გამოკვეთილია და მისი ჩაცმის სტილიც. იცი რა ხონდა არასოდეს არ მყარებიან მთელი ცხოვრებით მაგ ეს მრგვალი ფორმები და ქალური რაღაცები და არასოდეს არ მყარებიან იმის ვეჭორავებოდი და ხმამაღლაც გამოგვივიდა ეს რომ სულ მინდოდა რაღაც აი ყოველთვის მომწონდა ბანანის ფორმის რაც უფრო სპორტულ ბიჭური ხო რაღაცნაირი აღნაგობა. აბა მამაკაცებს. ხო და არა მამაკაცებს რო კი მამაკაცებს უფრო მე სალომე მინახავს ქალურობას გაუსვევთ ხას. ალბათ დამეთან. მე გიჟდები, როცა ხელის მოსაკიდი აქვს ადამიანს. უნდა გეთან. სალომე მინახავს გამოყვანილ ქვედაბოლოში და ისიც უხდება. ეს ფეხების სილამაზის ხარჯზე ხდება. მწვევები, რა თქმა უნდა, უმეტეს შემთხვევაში ვაშლის ფორმის სხეულს აქვს საკმაოდ ლამაზი მტევნები, ფეხებიც.
მის ქვემოთ მოდი ვთქვათ მაშინ ასე რომ თუ ახლა სალომეს სხვა შემთხვევაში თუ მუცელი ცოტა უფრო სრულია ვიდრე სალომეს შემთხვევა აი როგორი ფორმა უნდა არჩიოს ამ შემთხვევაში ამ შემთხვევაში ისევე ფუტლიერს უნდა დაუბრუნდეთ უბრალოდ შეგვიძლია ეს მუცლის ფორმა თეძოზე გაკეთებული ქამრით რაღაცნაირად გამოვიყვანოთ ხო ზემოთ ავწიოთ თუნდაც კაბა და სრული გახდეს ზედა ნაწილი სრული გახდეს ზედა ნაწილი რომ ეს ვიზუალურად გაუთანაბდეს მუცელს შვენიერი ანუ მოუხდება ესეთი განიერი კაბა უბრალოდ აქ მე მგონი სიგრძეა ცოტა არასწორი მის ნუ აი ეს აი ზოლებზე რაც შეიძლება ესეც მოუხდება არის ეს ტენდენცია რომ ზოლები განზე ასუქებს არ არის დიდ პატარა ზოლი საერთოდ ყოველთვის იპარავს რაღაცა დიდი და პატარა დიდი პატარა ეს არ ვიცი დიდი პატარა ზოლი ანუ ერთი ზომის არ უნდა იყოს ანუ სიმეტრიული არ უნდა იყოს და მაგ შემთხვევაში უკვე შეგვიძლია და ალბათ ზედმეტი აქსესუარებიც ზედმეტია ასეთი ფორმის სალომეს შემთხვევაში ზედმეტი აქსესუარი ისედაც მის ასეთ ხასიათს უფრო გამოკვეთავს და მე ვფიქრობ რომ სადა და რაღაც არ არის საჭიროება არა მოდის ნინის ფრაზა თავიდან რომ არ უხდება რაღაცა ტიპის კაბები და მეკუსკუსტი შენცადე შენახტენ მართლა არ მეხდება აბანინი ნის ტანი როგორ გამოაცხადა რომ არ შერეული ტანი აქვს მოდი აქ ხალხი ასე მგონი თეძე უფრო მაღლა აქვს ასე იკვეთება ყოველში ვიზუალურად ასე თეძე რომ მაღლა აქვს ეს კარგია ამიტომაც წინა ბლოგში თქვა რომ არ მიხდებაო ვერ ვიხდენ ეს არის მისი არ არის აქ ტრაპეცია ისე გამოყვანილი ანუ ფეხები იმდენად გრძელი აქვს რომ არ უხდება ტრაპეცია მოხდენი ყველაფერს მოიხდეს ხა მისი აწია ზევით ცოტა აწი მეც იგივეს ვამბობ არ შეიძლება არ მოუხდეს ეს ახლა ცოტა სხვა არის მე სხვა რამე ფორმა რომ ოდნავ თეძოზე დავსვათ აი აქიდან ვერო ჩადის და თქვა აი აქ აი აქიდან რომ ვიწროა და ესე რომ მიდის და ტრაპეციად აი მაგას ვამბობ ანუ გადაჭრილი წელი არ მოგწონთ თქვენ არ მიხდება თორე ისე თეძოზე უნდა დასვათ და პატარა ქამრით დაფაროთ წელი მაშინ უნდა ანუ სწორად ჩამოდიოდეს და მუხს ქვემოთ იყოს ანუ შეგეოდნობა აი რასაც ქვია თქვა პაჩკა ხო ან აი ესე რომ მოდიოდეს ხო ძალიან საინტერესოა რომ თან წვრილი კანჭები აქვს ხო აი კანჭებია გამოყვანილ კაბას შერეული ტანი რას ნიშნავს ანუ შერეული ტანი ჩვენ ვთქვით X ანუ ქვიშის ათასებური ტანი და A ტიპის ტანი რომელსაც ვეძახით მსხალს შეიძლება მოდი აი ეს ვარ მე ეს და მსხალი ერთად ყოფილხარ ხო აი მაგიტომ ვერ მივხვდი რა არის მხარი და თეძო თითქმის თანაბარი და მკერდი ნინი შენ ხარ მოსალაში როდესაც შენ ხარ თველი რა ბოსტრეული ხო არა სამდულად არ სალათი მარტლი სმარტლი ანუ მე ვარ ქვიშის საათი ხო ესე მე მაინც უფრო ავოკადოს ქვიშის საათმა უნდა გამოკვეთოს წელი იმიტომ რომ ეს სიმდიდრეა ხო სწორია აუცილებლად ანუ მე წელი მაქვს ისა ვიწრო და რა ვერ ვიწროა წელი საკმაოდ ლამაზი გაქვთ ამიტომ უნდა გამოკვეთოს ეს ნაწილი ფორმა თავის ადგილზე ანუ როდესაც ხარი განიერია თეძო განიერია და წელი წვრილი ჯობია წელი გამოკვეთო რომ ვიღაცას არ ეგონო ბანანი დიახ სწორედ ახსენე შერეული ტიპზე ვისაუბრეთ შერეული ტიპი არის როდესაც მკერდი ნაკლებია მხართან და თეძოსთან შედარებით და ამ შემთხვევაში ვიზუალურად უკვე ატიპსაც ამსგავსებს მხართან შედარებით იმიტომ რომ ნინი აი ესე კაბას მოგიქოს მაგალითად რომ კერდი უფრო ნაკლებია ნუ ნაკლებად და უფრო მეტად ეს აი ეს ხო შენი ეს არის ჩემი კაბა რომელიც წარმოვიღე რომ მეჩვენებინა ჩემი იდეალური კაბაც ხო უნდა წარმომეღო და ეს იყო და როგორ ხო და აი ეს კაბა მე მომიხდება ვიცი და ეს ნაკლებად ანუ ხო და რაც არ მოგიხდება მომეცი მე მოდი დავშალოთ კაბა დავშალოთ ქრისტეს კაბა იქ ის რომ მას თეძოზე აქვს დამატებითი რაღაცა ფარფლები თითქოს წელს კიდევ უფრო წელს გამოუჩენს და ამიტომ უხდება მას ხო მას და თეძოს პირიქით უფრო ანუ კიდევ უფრო ვიწრო წელი ექნება და გაუგანივრებს თეძოს ძალიან ქალურ ტანის ფორმას აკეთებს იმიტომაც რომ ჩემთვის ვისაც თეძო აქვს იმას ხომ არ მოუხდება ის მაპატინეთ მაგრამ თუ ზედმეტად განიერია თეძო არ მოუხდება ზედმეტად არა აი ცოტა უფრო მეტად განიერი ვიდრე ქრისტინეს და ნინის აქ შემთხვევაში უკვე იდეალურ პროპორციებზეა საუბარი და მაქვს უფრო მოუხდება სადა მაინც კაბაც არ არის პრობლემა მე მივხვდი რომ ძირითადად მიზანი ქრისტო როდესაც ჩვენი ტანის ტიპს ასე ვთქვათ ცოტა ობიექტურად შევაფასებთ მე მივხვდი რა ხდება რა მთავარია ბალანსი როგორი ტანიც არ უნდა გქონდეს რაღაცა ბალანსი დაამყარო ზედა და ქვედა ნაწილს შორის ეს ვიწრო ეს პარტია ამას აფართოვებ ეს პარტია ანუ ისე ვიქმედოთ თავარი კარგად ვქონდა ჩვენი ტანის პროპორციებს და არა რაღაც ხო დავაბალანსოთ ქრისტო ეს მე ვიცნობ გოგონებს რომლებიც კაბებს არჩევენ აი ამ ძვლების მოყვანილობის მიხედვით თქვა თუ აქვთ რაღაცა
პრობლემური ზონები ქვევით. ხასოსამეს ჯევით ლამაზ ასე ლავიწის თვალს, რომელიც სიგამხდრეს ასე ვთქვათ უსვამს ხას და მათთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა თითო სანტიმეტრსაც კი აქვს მნიშვნელობა, რამდენად ფარავს დეკოლტეს ესა თუ ის კაბა. ჩვენ ყავს მეგობარი, რომელიც იდეალურად არჩევს მისი ტანის ფორმისთვის, იმიტომ რომ აქვს ძალიან წვრილი წელი, საკმაოდ ქალური ქვედა ნაწილი ტანის. მოსული, ანუ? კი, ზემოთ ძალიან გამხდარია წვრილი კიდურებით და იდეალურად იცის გოგო მართლა სანტიმეტრებით. შეიძლება გონც მასაც გულისხმობ და სწორედ რაც ამას ვითხარით, ესე მომეწონა იქ გოგო. კი, ბანანი და ბანანი იყოს ძალიან კარგი რჩევებს მოყვა. მოკლედ შევთანხმდით იმაზე, რომ ყველაზე პრობლემას მე იმას არ ვეძახი, ვისაც მეტი აქვს, იმიტომ რომ ჩემთვის ყველანაირი ქალური ფორმა ლამაზია და თავარი არის, რომ ქალმა იცოდეს სწორი კაბა არჩიოს და ჩაიცვას სწორად იმისთვის, რომ ზე გამოყურებადობა შექმნას, მაგრამ მაინც ყველაზე უპრობლემო იყო, რომ არის ქვიშის საათი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს ფორმები არის უტრირებული, ვაშლი არ ნიშნავს იმას, რომ აი აქ მუცელში ვაშლი კიდევს, ქვიშის საათიც არ ნიშნავს იმას, რომ ქვიშის საათის ფორმა გაქვს. დაგვრჩა ბანანი და ნუ არ ვიცი, დავასრულოთ ქვიშის საათი. ყველაზე მეტად მე პირადად. იმიტომ რომ შენ გეგონია რომ ბანანი. არა, შენ არა. არა, მე არ ვარ ბანანი, ანუ ეს პაპაია. წელი მაქვს. წელი გამოკვეთილია. ხო, მგონია რომ აი ეს უფრო სპორტული ტანს, უფრო ბოი ტანს ეძახიან ამას როგორ ვთქვათ. ჯინსი ხდება ბანანის ჯინსი ხდება ცოტა აჩაჩულეს. ძალიან. მაგრამ დაწოს ზემოთ მაიკა უნდა შეიძლება ჩაიცვას. რაღაცა ივენთი იყოს, სადაც კაბა უნდა ჩაიცვას. ამ დროს გჭირდება რაღაცა დეტალები. კარგი, აბა როგორი კაბა უნდა ჩაიცვას ბანანი? ამ შემთხვევაში კარგი იქნება თუ წელზე გავიკეთებთ ქამარს. ქამარიც უნდა იყოს არანაკლებ 5 სანტიმეტრის. მე მგონი რომ ეს გამოკვეთოს. მხრებზეც ოდნავ გადმოსული არა ძალიან გადმოსული და მკერდის ფორმა რო გამოკვეთოთ ან ოთხკუთხედად. ანუ კვადრატი ამოჭრა უნდა ან იყოს. ჯობია კვადრატი და არა ან ძალიან დახურული. ანუ იგულისხმება ის, რომ შეიძლება იყოს კაბა განიერი, მაგრამ გაუკეთდეს ქამარი. იმისთვის რომ გოს ქამარი. ყველაზე საუკეთესო კაბა, რაც უკვე კლასიკად ითვლება, კაბა ხალათი ნებისმიერი ტანის ადამიანს შეუძლია ეს ჩაიცვას. ეს არის ესეთი კაბა მაქვს რამდენიმე ფერის, იმიტომ რომ ყოველთვის ძალიან გემრიელი სამარია და ნებისმიერ სიტუაციაში შეგვიძლია დადგები შეიგრავო კეტებზე ჩაიცვა. ბლუზის ტიპი არის, გამოსასვლელად ჩემთვის დილა აღარა არის. ყველაფრისთვის კარგად. ყოველი დღებნელია. აი, წელში გამოვუყვანი ამ ბანანს. აი, ეხლა ამას რაღაც ცოტა უფრო მკვეთრი ფერის შეიძლება ეს კი, რა თქმა უნდა. რომ ცოტა მსხვილი ქამრით ვიზუალურად უკვე მოგცემს წელის ფორმას. აი, ამ შემთხვევაში და ეს დამიჭირეთ თუ შეიძლება. ეს უფრო გაიშლება, რა თქმა უნდა, ახლა ამ ბანანს ვერვაც. ხო. გამოჩნდება ცოტა თეძო. თეძო გამოჩნდება ცოტა და ამიტომ სიგრძესაც ხო აქვს მნიშვნელობა? აქ უკვე ფეხებზია დამოკიდებული ალბათ. ნუ საერთოდ კიდევ ცალკე უნდა გავიაროთ. სხვა გადაცემის. მაგრამ ამ შემთხვევაში მუხლზე, ზუსტად მუხლზე გადაჭრილი კაბა ყველაზე იდეალურია. ყველაზე იდეალური. მე კიდევ ერთ რჩევას შეიძლება ითქვას. აი, როდესაც მოირგებთ საუბარს და სარკეში თქვით, რომ მეტნაკლებად მოიხდინეთ, მე გადაიღეთ ფოტო. ტელეფონში ეს უკვე ადვილად შესაძლებელი და მე გარედან შეხედეთ ამ ყველაფერს და უფრო ხედავთ, ჩემთვის ასია. გიხდება თუ არა, მართლა ეს წელი ის არის, რაც შენ გინდა, ის ზომის არის, ქამარი იმ სიმაღლეზე დგას და ასე ფეხის ფორმას უხდება თქვენი. ან თუ გადაღება არ შეგიძლიათ, კითხეთ თქვენ საყვარელ ადამიანს. და თუ საყვარელი ადამიანი არ ხარ, ადამიანი ზოგჯერ ობიექტური არ არის ხოლმე და სუბიექტურია ხოლმე. ამიტომ ისე ფოტო და მე თქვენ თვითონ მიხვდებით. ხო, გაჩნია. ზოგადად თვითონ აღარ ხარ ობიექტური ხოლმე, არაფერი არ მოგწონს, როგორც ნინის არ მოწონს რაღაცა კაბოს გადავეკიდე. გონია უბრალოდ, შეიძლება მართლა არ უხდება. კი, დღეებით და წლებით, დღეები, ყველაფერი მოქმედებს ამ დიდხანს მოკლეს არ ვიცმევთ, იმიტომ რომ სარკეში რომ ვიყურებოდი, ჩემი ფეხები მეგონა ყველაზე უშნო. მე რომ გავიზარდე, ძალიან ეტყობა ბევრი კომპლიმენტი მივიღე და აღმოვაჩინე რომ თურმე შემიძლია მოკლედ ჩავიცა. მოკლედ თავარია რომ ჩვენი თავი მოგწონდეს, ვიყოთ კომფორტულად იმაში, რაც გვაცვია. არ გვეშინოდეს ექსპერიმენტები? რა თქმა და თუ რომელ ხილს მიეკუთვნები, არ აქვს მნიშვნელობა. არ აქვს. იცოდე და გემოვნებით შეარჩიო ხილის მიხედვით, აი ღმარტოს მაგალითად იმის მიხედვით შევარჩიო. დიდი მადლობა სტუმრებს, რომ გაგონებოდა შვენიერებოდა. ექსპერიმენტებს რაც შეეხება ეს სიტყვა ვახსენეთ, ჩვენ მომავალ ბლოგში კი არა, მომდევნო ბლოგში ისეთი ექსპერიმენტი გველოდება, რომ ცოტა მეშინია კიდევაც. მოგზაუროთ იაპონიაში და ყველაზე გამორჩეული, სოფლის ყველაზე გამორჩეული სტილი უკეთ. ჰარაჯუკუ.
ველოდებოდით ამ ვიდეოს ნახვას, იმიტომ რომ ჩვენი ჟურნალისტი ნია ტრაშაშვილი და ოპერატორი სანდრო როგორც გამოიხსენე უგვაროდ. უგვარი არ მაყენებია. მაჭარაშვილი. იყვნენ ჩვენი ოცნების, ბევრის ოცნების ქვეყანაში, იაპონიაში. შენ გახსოვდა სანდროს გვარი? არა. ხო და მაშინ ერთ-ერთი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარს სანდრო. იაპონიაში და ბევრი განსხვავებული, ასე ვთქვათ, ისტორია ჩამოგვიტანეს. ეს ისტორია სპეციალურად ხუთშაბათისთვის შემოვინახეთ. ამ ისტორიას ქვია ჰარაჯუკუ. და ჰარაჯუკუ ქვია ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სტილი სოფლიო მოდაში, ასე ვთქვათ. ვიღაცისთვის მიუღებელი, ვიღაცისთვის მისაღები, მაგრამ ყველაზე ჭყვიალა, ექსტრავაგანტული და მყირალა. ხო, პირველი შეხედვით ცოტა გაუგებარიც კი, იმიტომ რომ თუ კარგად არ დააკვირდები თავიდან, გონია რომ აი რაც ხელში მოხვდა აჯღა, ბაჯღა, დაიმხო ამ ადამიანს ჰარაჯუკუმ დაიმხო თავზე. მე რამდენადაც ვიცი, ეს უფრო თინეიჯერების წარმოწყებული მიმდინარეობა მოდის სფეროში და მხოლოდ იაპონური მოვლენა. დიდ დროის უკვე იაპონური მოვლენაა და რამდენადაც თუ სწორად არის ახლა სიუჟეტიდან ჯობია ალბათ გავიკოთ, ქუჩას ქვია ჰარაჯუკუ, რომელზეც განთავსებულია ბევრი ატელიე სამოდელო სახლი და სწორედ აი ამ ქუჩაზე ხდება ყვირაობით განსაკუთრებით აი ამ დემონსტრირება აი ამ ულამაზესი კოსტუმების სანახაობის, მაგრამ ტურისტული ეპიცენტრი არის. უფრო კარგად რომ გავიკოთ, ჯობია ნახოთ ვიდეო, ხო? ნახოთ ჩვენი ჰარაჯუკუ. ტოკიოს ახალგაზრდებს ყველაზე უცნაური სურვილები აქვს, რაც ჩაცმის სტილში საუკეთესოდ აისახება. ჰარაჯუკუზე იაპონელი გოგობიჭები თავიანთი უცნაური სამოსის დემონსტრირებას მთელი დღის განმავლობაში ახდენენ. სტილი, რომლის ანალოგით მსოფლიოში არ არსებობს, ჰარაჯუკუს უბნის დრესკოდია. აქ ქუჩის დაწყებისთანავე იგრძნობა, რომ ეს უბანი მხოლოდ მოდასთან ასოცირდება. აქ წელიწადში რამდენჯერმე ეწყობა მასშტაბური ფასდაკლებების აქციები, სადაც სასურველი სამოსის შეძენა ახალგაზრდებს მათთვის მისაღებ ფასად შეუძლიათ. იაპონელი ახალგაზრდების სტილს ძირითადად კომიქსებიდან, ანიმაციებიდან და მოდის ჟურნალებიდან იღებენ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჰარაჯუკუზე. ძალიან მიყვარს წითელი და ცისფერი ჩაცმის სტილს ძირითადად მოდის ჟურნალებში ვარჩევ. დღესაც ჟურნალის მიხედვით მაცვია. მომწონს ისეთი ჩაცმის სტილი, რომელიც გოგოსაც მოერგება და ბიჭსაც. ანუ იუნისექსი. ჩემი საყვარელი ბრენდია გურმანია. სამოს სულიკ ვყიდულობ. დიზაინერები აქ მოდას არ ქმნიან, ისინი იაპონელი ახალგაზრდების სურვილების მიხედვით მუშაობენ. წელს ჰარაჯუკუზე მოდაშია ის, რასაც მაღაზიებში ხედავთ. გოგონების ფავორიტი ფერი წელს თეთრია. ჰარაჯუკუზე ჩაცმის სტილი ყოველ წელს განსხვავებულია. შარშანდელი სამოსით აქ არავინ გაივლის. ეს მე ზღაპრის პერსონაჟი ვარ. შარშან გოთი გოგონას იმიჯი მქონდა მორგებული. ჰარაჯუკუზე ხშირად მოვდივარ. აქ მეგობრები ვიკრიბებით. ტოკიოში შოპინგი შეიძლება ითქვას, რომ ხელოვნებას უტოლდება. ჰარაჯუკუზე კიდევ ერთი ქუჩა, ტაკეშიტაა, სადაც მხოლოდ მაღაზიებია. აქ ერთმანეთში ირევა თანამედროვე და ვინტაჟური სტილი. მეორედ მაღაზიებში კი შეიძლება ყველაზე უცნაურ აქსესუარებსაც დააწყდეთ. დილიდან საღამომდე გადაწყვეტილი აქ ახალგაზრდები მთელ დღეს ერთად ატარებენ, ცვლიან იდეებს და რა თქმა უნდა დიდ დროს უთმობენ შოპინგს. ვინც აქ მთელ დღეს ატარებს, მათთვის შოპინგის გარდა ქუჩაზე კაფე-ბარები, კბილეულის მაღაზიები და დიდი მარკეტებია. Harajuku girls, what? It's all love, what? Give it up, what?
როდესაც მოდი ჟურნალებიდან და იაპონური ანიმაციებიდან გადმოსულ ახალგაზრდა გოგობიჭებს უყურებ, კიდევ ერთხელ ხვდები, რომ იაპონიას სხვა განზომილებაში მიყავხარ და რისი ნახვის საშუალებაც ამ ქვეყანაში გაქვს, მსოფლიოს ერთ-ერთ წერტილში ვერ ეხავ. ნუ გადმოვინაცვლეთ სხვა ჰარაჯუკუში და მაქსიმალურად ვეცადე, რომ მეც რაღაცნაირად მიმემსგავსებინა ჩემი სტილი, სახლში მოვქექე ისეთი რაღაცეები, რაც შეიძლებოდა, რომ დღევანდელ თემასთან ახლოს ყოფილიყო. მაქსიმალურად ვეცადე, რომ ქუდი ისე შემერჩია, სათვალე ზუსტად ისეთი შემერჩია, ცოტა ბრტყელი, პერანგი, გრძელი. მუხლებს ქვემოთ. შარვალს მე მოვფიქრე, თორე უფრო გრძელია, გეტრი, თხელი ბატინკი და რა ვიცი, არ ვიცი რამდენად ჰარაჯუკუ ვარ, მაგრამ ვეცადე რომ ჰარაჯუკუ ყოფილიყავი. ოღონდ რატომღაც გადავწყვიტე რომ არ ყოფილიყო ჩემი ფერები, ეხლა ჭყეტელა, რაც შეიძლება ფერადი. კიდე ჰარაჯუკუ ჩამოვიდა. ვერაფერი ვერ გავიგე. გოგოები კიდე ემზადებიან. ფეხზე მაკლია. დედა, რები ხდება? ეხა აი როგორ ფიქრობთ? ჰარაჯუკუ ეხა აი ამ ბაბთა სად გაიკეთებდა? შემომხედე. უკან? კი. კი, აი გაიკეთებდა. ესენი გაკლია რა. მოვიდა ჩემს რა. მოდი გვანცა. ოჩა. ალბათ მოუხერხებია ალბათ. ძალიან მაგარი, გამიკეთებ ამას? ხელებზე გაგიკეთებ. ჯერ ამას გავიკეთე. ჩემი ოცნების ქვეყანა, აი, გიჟდები. რა მაგარია, რა დღეს შეძელი და ხანცა კამარს ხომ არ გაიკეთებდი? და რაც თავარი ხარ? მაგათ მე ესე სამსახურში წავიდოდი, რომ ცხოვრობდე იაპონიაში და არა მგონია მდევარი რო ვიყო. წახვიდოდი, მაგრამ თბილისში რომ ცხოვრობთ, ეხლა შემოვხედე კრისტინე, კარგად და ესე რო ქუჩაში გავიდე, არ ვიცი ახლამდე თუ მივა კარგი იქნება ცოცხალი. ესე. ხო, მე ეს მაინტერესებს. თინეიჯერობის ასაკში ხო ყველას ხონდა სურვილი რაღაც ექსტრავაგანტული, არ ხონდა. კი, როგორ არა გამორჩეული რო ყოფილიყავ. ხო? ალბათ ეს არის სწორედ, მაგრამ რეაქცია ადამიანების რო ცოტა ესე გიყურებენ ქუჩაში. არა, მე ასე თინეიჯერობაშიც არ მიცდია ჩაცვა. აცმე. არა. მიცდია ჩაშენ ხო გიცდია. იცი რა, მიცდია ნამდვილად და სიმართლე გითხრა ძალიან კომფორტულად გძნობ თავს. მაცვია თითქოს არაფერი განსხვავებული, გეტრი მაცვია ჩვეულებრივ, ბატინკი, შარვალი რომელიც ძალიან კომფორტულია, პერანგი რომელიც ძალიან კომფორტულია, ქუდი, სათვალე, არაფერი თითქოს განსხვავებული არის ხოლოს პროპორციები, ის რაც მაცვია, თორე ესე მე გადასარევად გძნობ თავს. ანუ აქ არის თავი რამდენიმე ფენა, როგორც მე მივხვდი, არა? და სტილების არევა მე მგონი, იმიტომ რომ აქ არეულია გოთიკური, ლოლიტა, ეს ბეიბი ბავშვის ფერები, იქ რაღაცა ცოტა პანკებს განსხვავებული, უფრო ტვირთავენ პირსინგებით, რკინებით, ტყავები. და უხვად აქვს აქსესუარი. უხვად. ხო, რაც მე რაღაცა ვერ მოვიდა. ხო, მე მგონი არ უნდა უხდებოდეს ეს არის მთავარი. იცი რა, აი მანდ ნინო ვერ გემთხვევი, არ ვიცი, ვერ ვემთხვევით ერთმანეთს. მე მგონი არ უნდა უხდებოდესო და მე კიდე მგონია რომ ძალიან უხდება ჩემი რაღაცები. შენ ჰარაჯუკუს პრინცი ხარ. თითქოს არ უხდებოდეს, მაგრამ სინამდვილეში უხდება. ამაშია მთელი ეს გადასმულობა ჰარაჯუკუს. ერთი ფოტო დავიღე. ნეონი მაკლია თიკა და გინდა რომ საყურეს მოხსე. სად არის? კი, მაკლია ჰარაჯუკობა. აი, რაღაცა ნეონი მაკლია შენ. ნეონი არ არის ჩემში. მე ერთი ნეონი რა გახდა, თინა? ერთი ნეონი. ერთი წუთი. აი ეგ მინდა, ეგ ნეონი მინდა. არა, ესეც გინდა, რა გთხოვ, მეორეც. ხო, არ ვიცი. ალბათ იაპონიაში უნდა ცხოვრობდე, იქაური კულტურის ნაწილი უნდა იყო და საზოგადოებაც უნდა იყოს. მადლობთ ჰარაჯუკუს გოგო. ტაკარაცუკას გოგოები. ზად უნდა იყოს ამისთვის. ხო, ზად უნდა იყოს ახლა, ნუ არ ვიცი და თავისუფლად ესე თავისუფლად ხო ხა თავისუფლად ექსპერიმენტის ხათრით გავივლი ნამდვილად ხა აქედან წავალ და მიზლავდი ან ექსპერიმენტის ხათრით ძალიან ესეთი მოზომილი ამ ექსპერიმენტებში თმაც კი არასდროს შემიღებას თინეიჯერობის ასაკში და ეხლაც ესევე ძალიან კლასიკური კი არა ესეთი მოზომილი და სადა ჩაცმულები სხვისი აზრის გეშინია თუ შენ თვითონ რაღაც შენი ხასიათი ეხლა მე უხერხულად გძნობ თავს ესე რომ გავიდე გარეთ შემშვილი ეგრე დადის ქუჩაში მე კიდე გადასწავლე ხო მაგრამ ეს არის შენ ხარ რაღაცა საზოგადოების ნაწილი და იმ ჩარჩოებში ქსვავს საზოგადოება მაინც გინდა არ გინდა ჩარჩოებში მოდიში მაგრამ საზოგადოებას ხო ჩვენ გვქნიდა თუ არ შევამზადეთ
უბრალოდ იგივე იაპონიაში ხო? მე რატომღაც მგონია რომ მხოლოდ რაღაც ეს თუნდაც ეს ერთი უბანი არის, აი ესეთი გამორჩეული, თორემ მე ვერ ვიტყვი რომ მთელი იაპონიის ახალგაზრდობა ესე ნამდვილად არ და. არა. ქუჩაში ხვდებიან რამდენი საქმე ისე რომ იაპონიაში უკვე. ხო, არა, იაპონიაში საერთოდ ქუჩაში აქ გინახავს ქართულ ეთნიკურ ტანსაცმელში გამოწყობილი, აი ესე ქართული საცეკვაოში, იმაზე რა ქვია, პურზე გასული ქალი. იქ თქვათ მათი ტრადიციული ტანსაცმელი რაც არის კიმონო, თავისი მთელი აქსესუარებით, იმიტომ რომ კიმონო არ არის მარტო ხალათი, ხო, აი აქ ბალიშებით, უზარმაზარი ამ კამრებით, აი ეს ხის სანდლებით, წინდებზე ჩამოცმულ. ანუ ესეთებიც არიან და აი ესეთებიც ჩვენც არიან. ყველაზე მნიშვნელოვანი სწორად მე მგონი გვერდზე. ყოველ შემთხვევაში იქ არავინ არ გაკიცხავს ესე რომ გახვიდე ქუჩაში. აბსოლუტურად. და არ იქნების ალაპარაკო თემა. ჩვენ გაკითხავენ ვინმეს აჯობებს იცი რა გაკითხავენ შეიძლება თემაზეც გადმოვიდნენ რა ვიცი არ გამიკვირდება ყოველში. იცლება ყველაფერი საზოგადოების მიდგომაც იცლება თორე ადრე დახეული ჯინსით ცოტა კანი ზედმეტი გამოჩენილით ვერავინ იმიტომ რომ ყველა გაკითხავდა აი შვილო არ ყავს პატრონი ესეთი ფრაზა სულ გახსოვს ყველას ხო იმიტომ და ამიტომ გაიძულებდა თორე მე ესე იგი მთელი ბავშვობა მახსოვს დაჩევი მაიძულებდა რომ ჩამეცვა რაღაცნაირი წვანე მოტკეცილი ხო შარვალი და რაღაცნაირი პერანგი და სულ ვეძახდი არ მინდა ხო იმიტომ რომ აი რაღაცნაირად არ იტყვია ანუ რაღაცა არ ხო ვერ გავივლიდი ქუჩაში ისე რომ რაღაცა გამოყოლების თვალის გამოყოლების საგანი არ გავხდარიყავი და ამ დროს დღეს უკვე კი აი ესე საქმე რა არის იცით ახლა ჩვენ ვართ ხელოვნურად გამოწყობილები მაგრამ ადამიანები რომლებიც აი ასე გამოწყობილი აი წინდებით ხელებზე აი ამ ფერებით თავს კომფორტულად გრძნობენ კი არა სხვანაირად ვერც წარმოუდგენიათ იმიტომ რომ ეს მათი არსის გამოხატვა ხო ამოფრქვევაა რაღაც ამითი რაღაცის თქმა უნდა თან რაღაცის დამალვა ალბათ პროტესტი უნდა ქონეთ იმათ უფლება ესე იყო პროტესტი უმკაცრესი კულტურისა, რომელსაც იაპონეთს როგორც ჩემი ვიტყო და იაპონიას აქვს. ხო დასხდეთ ხალხში. მოდი დასხდეთ მოგძანდით. ხო რა ვიცი. ხო და მე ძალიან კარგად მახსოვს, როდესაც დედაჩემი ცოტა უცნაურად მაცმევდა და ყოველთვის ვიყავი დაკვირვების საგანი სკოლაში და ხანდახან შეიძლება ცოტა დაცინვისაც და უცნაურად როგორ გაცნობდა? რაღაცა უცნაური გარდერობი მქონდა. ძალიან პატარა იყო კიმანო ქონდა მაგალითად და ეცვა და კიმანოც მქონდა და მოკეთ არ ვიცი რატომღა ძალიან განსხვავდებოდა ჩემი ჩაცმულობა ყოველთვის და მე ეს პრობლემა მეგონა მაგრამ მე მივხვდი რომ არ ყოფილა ცუდი მე ვფიქრობ რომ სტილი ადამიანის არის შინაგანი რაღაცა სარკესავით ხო როგორაც ადამიანს თუმცა რაც არ უნდა კანონებს გვთავაზობდნენ და გვიკანონებდნენ მოდის მაღალი სახლები სხვადასხვა სეზონებზე ყველას არ უყვარს მისდიოს მოდას ზოგს უყვარს ყოველ შემთხვევაში ხო ხო ზოგს ამის საშუალება არ აქვს ზოგს ხასიათი ზოგს არ მოწონს მე მაგალითად არ ვაკვირდები ყოველ სეზონზე ეხლა რა არის ტენდენციური თუმცა შეიძლება რაღაცა მომეწონოს და ერთხელსაც ჩავიცვა ის რაც ტენდენციურია მე უფრო მომწონს რაშიც მე ვგრძნობ თავს კომფორტულად ჩემში ხარ იოჯი ამამოტო იმედი რეკლამაში არ ჩამეთრება და ხალხო იცი როგორ გიხდება მე უნდა გამოგიტყდეთ რომ კიდე 10 წუთი და მე მგონი მე გადავდივარ ჰარაჯუკუზე და მივეჩვიე მე კიდე მივხვდი ერთადერთი ახლა რა ზედმეტი მაქვს გონი ჩემია ერთადერთი ახლა რა ზედმეტი მაქვს ალბათ ჰარაჯუკუს არ ვაწყენინო ეს არის წვერი რომელიც არის კავკასიური იმიტომ რომ იქ ასე უხვად არა მაგრამ გიხდება იცი როგორ ხდება არის ქართული ჰარაჯუკუ ეგ ჰარაჯუკუს ჰარაჯუკუ აი თანამედროვე კაცი ერთადერთი რაც შენ ახლა გაკლია ეს არის იაპონური ენა რომელსაც უნდა ვსხლავდეთ და რომელზეც მე გითხარი ვიაროთ მეთქი და აჰა არ გამოგადგებოდა ახლა ყოველ შემთხვევაში მე ვარ მომხრე იმის რომ აი ნინამაც აღნიშნა ეს სხვადასხვა რაღაცა კულტურების ნაზავი, გაერთიანება და აი ეს თავისუფლება, რომელიც ჰარაჯუკუს შემთხვევაში გამოიხატება ჩაცმულობაში და ეს ადამიანები გრძნობენ თავს ყველაზე თავისუფალ ადამიანებად სამყაროში, მე ამის მომხრე ვარ. მეც. მე ვარ მომხრე იმის, რომ ჩვენ ცხოვრობთ რაღაცა დოგმების ქვეყანაში და ჩაცმულობა მაინც არ იყოს გასაკითხი ამ ქვეყანაში და ვისაც რა სურს, როგორც უნდა ყველა ერთმანეთის გემოვნებას პატივით და მივიდეთ დროა გამოვიდეთ იმ მენტალიტეტიდან რომელსაც ჩვენ 70 წელი და ახლა უკვე მივემატა ეს წლებიც სულ ვაგრძელებთ და ვაგრძელებთ რომ ყველანაირი განსხვავებული აზრი იქნება ეს გარეგნობა იქნება რელიგიური აღსარება იქნება თუ სექსუალური ორიენტაცია რომ ეს არის ცუდი რაც არის მტრული
მე ძალიან კარგად მახსოვს ჩვენი თქვათ უფროსი თაობის დამოკიდებულება. აგრესიას გრძნობდნენ, ის კი არა რომ თქვათ მოწონდათ ან არ მოწონდათ, ფარული შიში ქონდათ. აცვე ადამიანს სხვანაირად, თუ ჩაცმაზე ვსაუბრობ დღეს ხო, რაღაცა საფრთხეს ხედავდნენ ამაში. სამწუხაროდ ეს იყო ეს ჩვენი ზომბირებული წინა თაობის ტვინი, რომელმაც ამ მენტალიტეტით გაგზარდა ჩვენც და მე მგონი ჩვენის თაობა ვარ და ჩვენს მერე განსაკუთრებით თაობა, რომელმაც უნდა დავამთავროთ რა, ეს დავამთავროთ. საიცვას, ვისაც რა უნდა ის იცხოვროს ისე როგორც მას უნდა და ყველაზე მნიშვნელოვანი რასაც ქართველები უფრთხილდებით ქართველობა და სარწმუნოება ჩვენი სარწმუნოებით პირველი რასაც გასწავლოს არის ერთმანეთის სიყვარული. ერთმანეთის სიყვარული ხო პატივისცემა არის და ვცეთ ერთმანეთს პატივი არ შეიძლება. იმის გამო რომ მე ვთქვათ აი ესეთი ყვირალა მაგრამ გემრიელი ფერის ვთქვათ ეს ჩავიცვი რა ქვია შარვალის რაღაცა კოლგოტი ან აი ესეთი უცნაური აქსესუარები რომ მე შევიცვალე ამიტომ მე თქვენ აღარ უნდა გიყვარდეთ ან რაღაცა ხო ეს დღეს მე ისეთ ხასიათზე ვარ, ხო კონკრეტულად ჩემზე კი არ ვამბობ, მაგრამ არ შეიძლება ტანსაც თუმცა სხვა ინფორმაციას მაძლევს შენზე მე ეს სამოსი. ასეთიც ვარ იქნებ, ხო? ხო, აი თუ ხარ, რა თქმა უნდა უნდა გეცოდე. თუ არ ხარ, ეს მართლა ის არის რაღაცა. ხელოვნური და შენს ვერ ამიტომაც არ გასწრია ალბათ. ადამიანის სტილს ისიც განსაზღვრავს თუ რა წრეში სად მუშაობს, შეიძლება არ ვარ მე ის ტიპაჟი, მაგრამ მიწევს მოვერგო იმ სივრცეს, სადაც მიწევს დღის განმავლობაში. რაღაცა ჩარჩოებს გვიქმნის სხვადასხვა ვითარებები. რა სტილით ვცხოვრობთ თუ ბანკში ვერ მივიდა და მყავს 4 შვილი და დიასახლისი ნუ დილნაღამემდე გამოპრანჭული ალბათ ვერ ვივიდა შესაბამისად სპორტულ სტილს ვირჩევ და მე კი მგონია რომ იმასაც ხომ ამბობენ რომ ქართველები გემოვნებიანი ხალხიაო და თუ შენ გინდა რაღაცეთ იყო განსხვავებული, თუ შენი სულის ამოძახილი არის ეს განსხვავებულობა, ისიც შეგიძლია ისე ზომიერად და გემოვნებიანად გააკეთო, რომ მაინც ვიღაცა არ გააღიზიანო და სათრევი არ გახდა. ხო. ასე რომ ყველაფერში ზომიერება მე პირადად მიყვარს ძალიან და ეხლა ჩვენი სულიერი გამოძახილი იქნება ისე ისე გადავალთ იმ ტახაცმელებში. გამდეგეცა იმიტომ არავით არ შემთხვევაში. აბაში ვზობ კომფორტულად არ ჩემთვის მაინც ის სტილია უფრო საჩემო რასაც არა მეც ახლა რომ ვუსმენ ალბათ ყველაფერი მაინც მოდის ისე არ ამიგოს ახლა მაყურებლა რომ მაინც ჰარაჯუკის პროპაგანდას ხო რასაც თავაზობს ესე ვთქვათ არჩევანი საქართველოში და მდგომარეობა იმის შესაბამისად რაღაცნაირად გვაცვია ესე არის რა ვქნა ხო ჯერ ასეთ ფერებზე არ მისულად ჩემი მდგომარეობა ყოველ შემთხვევაში მე გადავეწყო და მინდოდა რომ ყოველთვის ალინსფერის არჩევას და შენ პიროვნულ ასე ვთქვათ დამოუკიდებლობას ხო ისევე როგორც შენაცე და ამიტომ ყველა ამის პროპაგანდას ვაკეთებ და ვახდენ დღეს ჩვენ და არა ვისწავლოთ ერთმანეთის აზრის გემოვნების არჩევანის პატივისცემა მე წოხართ ოღონ მართ მე მგონი სხვაგან გავდივარ მე და რა ვიცი არა აი დაბიდობა დაგემა ცოტა დაბიდობა მოდი იაპონური ცეკვა მასწავლე არ ვიცი სინწამოიდგინე აი ჰარაჯუკის ცეკვა მასწავლე ჩაიკოვსკი არ გიქერა ჰარაჯუკუს არ ვიცი იაპონიაში რუჯს ცემენტუ არა პატივს და უყვართ მე მგონი ნაკლებად იმიტომ რომ სითეთრი არის იქ მოდული და კარგი სითეთრე ჩვენთანაც კარგია მაგრამ რუჯი ყველას ძალიან გვიყვარს რუჯის სეზონი სრულდება და ამიტომ გჭირდება კანის მოვლა კანის დატენიანება და რეგენერაცია ამისათვის კი რეკლამის შემდეგ მოვემზადებით და გაგანდობთ აი ამ ხრიკებს ხრიკები იაპონიაში ხრიკი მშობლიურ კანში დაუბრუნდით, მაგრამ რეკლამაზე გასვლისთვის შენ თქვი რომ ყველას გვიყვარს რუჯიო. რამოდენიმე წელიწადია მე აღარ მიყვარს რუჯი. შეიძლება ეს იძულებითი არ სიყვარულია, მაგრამ ფაქტია რომ აღარ მიყვარს რუჯი, იმიტომ რომ საკუთარ კანზე, საკუთარი თვალით ვნახე რუჯის ზიანი, ასე ვთქვათ. რაც გამოიხატება ზედმეტად გამომშრალ და აშკარად სტრესში მყოფ კანზე, რომელიც გაწეშილი ლამაზი სხეულები, აჭრელებული ზოგჯერ თეთრი ლაქებით, ზოგჯერ შემდეგ რუჯი რო გადადის პიგმენტური ლაქებით, ზოგჯერ აქერცვლით, ზოგჯერ გაღიზიანებით და სიწითლით და მილიონი ზედმეტი დამატებული ხალებით, გუშავსაუბრობდით ზუსტად ამაზე. კი, ამ ზაფხულს მე ერთი დამემატა. ხალი? ხო, ხალები იმატებს. ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და მე უკვე რამდენიმე წელია მივხვდი, რომ აბსოლუტურად შეიძლება ცხოვრება რუჯის გარეშეც ისე რომ არ დაკარგო ბედნიერების შექმნა. ეთანხმები ნინო, თუმცა ძალიან ახლოს ვარ შენთან, იმიტომ რომ მე რამდენჯერმე გადაღების გამო, იმიტომ რომ ტონალური თვალში ჩამდიოდა, მეწრებლებოდა, მეცრემლებოდა, ანთება მემარხებოდა, იმიტომ რომ ერთი ფერი მქონოდა მიწევდა სოლარიუმში სიარული.
რამაც კიდევ უფრო უარი შედეგებამდე მიმიყვანა, ვიდრე ზაფხულში 10 დღე რო წახვალ ზღვაზე. იმიტომ რომ ის რამოდენიმე წუთი გატარებული, აი ვიგრძენი აშკარად, მე კიდე თქვენგან განსხვავებით ეს არ ნიშნავს იმას, რომ თავს არ უნდა მიხვიდო, მაგრამ და ეს არ ნიშნავს იმას, რომ ან ზღვაზე არ უნდა წახვიდე, ან ზღვას არ უნდა მიეფიცხო. ზომიერება, აშკარად, ბევრად უფრო მოჭოჭოლობა. ვიდრე ეგრევე ასაკი დაგეტა. აი, უზომობის შედეგები შეგვიძლია ახლა. ასეთი გოგოები თბილისში მე ვისაუბრე მრავლობითში ჩვენი სიყვარული ზოგადად ფაქტობრივად ბევრს მე ვთქვი ნამდვილად ადამ, მაგრამ იმდენად ცოტა ხანს გრძელდება ეს ბედნიერება, რომ მე მგონი არ ღირს ამას შეწირო. ხო, და დათმო. კი, მოხდით ყოველს მართლაც უხდება, თუმცა მე რაიმე ეს გინდა გარუჯული იყოს, გინდა რუჯის გარეშე, ამაზე არ მithქვამს რა თქმა უნდა. კანის პრობლემატიკა გამიძაბთა, ესე ვთქვათ, გულისხმობ იმას, რომ რაღაცა კაპიტალი ეს კადრები სპეციალურად ჩაყავთ. სამჯერ შეაწყვეტინე თიკას უკვე რო იცოდე. რატომ იკეთებთ ამას? ჩვენ გვიყურე რა. ბოდიში თიკა, აი 4 წლის ის მაყურებლისთვის არის, შეთვის კი არ. რუჯის პროპაგანდას ეწევა არჩილდა ჩვენ პირიქით. რუჯი და უსაფრთხო რუჯი და დაცვით მაქსიმალური დაცვით და მით უმეტეს ბავშვებთან მიმართებაში კატეგორიულად ვიცახით, რომ მართლაც 50 SPF-ით და უფრო ზევით დამცავები. მე ვიყავი წელს ზღვაზე და რა თქმა უნდა ისეთი 50-იანი დამცავით ვიყავი სახელზე და ცხეულზე ცოტა უფრო ნაკლები, იმიტომ რომ და აუცილებლად ვიცავდი რეჟიმს. შუა დღე ვიყავით სახლში ყველანი, იმიტომ რომ არ ვიცი დღეს არის ასეთი ვითარება ეკოლოგიაში, რომ მზე ძალიან მავნებელია თუ ეს სულ ასე იყო. დღეს მართლაც ასეთი სურათია, რომ აუცილებელია და ამასთან ერთად მართლაც ვერტება სახეც და კანიც. ხო, რუჯიც გაქვს და თან არ ხარ სამკურნალო, ხო, ზაფხულის შემდეგ სამკურნალო. მე კი ვფიქრობ, რომ გარდა იმისა, რომ ეს ძირითადი პრინციპები, რაზეც თიკა მისაუბრა, უნდა იცოდეს თითოეულმა ჩვენთაგანმა და ყველამ და უნდა ვასწავლოთ ბავშვებსაც. გარდა ამისა, საბედნიეროდ თავის მოვლის საშუალებების ინდუსტრია გვაძლევს ისეთ საცხებს, თუ გასავლის თუ რუჯის შემდეგ მოსავლელს და არსებობს უკვე ისეთი პროცედურები, რომელიც გამოყენებაც შეგვიძლია. თუნდაც მხოლოდ რუჯის შემდეგ დასატანია ნიღბებითა თუ სხვადასხვა საცხებით შეიძლება იმ სიცოცხლეების თუ სიმშრალის თუ იმ გვერდითი მოვლენების თავიდანაცილება, რადგან შენ საუბრობ. თუმცა მე ყველაფერი აი ბუნებრივის მომხრე ვარ, საცხების შემადგენლობაშიც კი და ამიტომ რასაც მოვიპოვე ოღონდ ლეღვის ფოთოლი არა. ლეღვის ფოთოლი და შუაში ლეღვი არის, კაი საჭმელად და დამთავრდა. აბსოლუტურად გეთანხმები. მიუხედავად იმისა, რომ მე წელს რუჯის გარეშე 1-2-3 დღე მომიწია, ასე ვთქვათ, გარუჯვა და ისიც თიკა როგორც ამბობდა დამცავებით და ამიტომ ვამბობ, რომ რუჯის გარეშე მომიწია ზაფხულის გატარება, ამის მიუხედავად, ვთქვათ, შემოდგომა ზამთრის შესახვედრად მაინც მომიწია, ასე ვთქვათ, აღდგენითი სამუშაოების ჩატარება. მცირე კოსმეტიკური რემონტი მაინც ჩასატარებელი იქნება, იმიტომ რომ ის მცირე რუჯიც კი, და საერთოდ ზაფხულში სულად სპეციალურად თუ გაფშიკრითებით ასე არ მიეფიცხო მზეს, მაინც ხდება ხომზე, მაინც ხდება ზედა საფარის, ხო, ინსოლაცია ზედა საფარის, ასე ვთქვათ, მოწვა მოხრუკვა რაღაცა დონის და ყველაზე კარგი როგორც ჩვენ მას სტუმრებმა ადრე ბევრმა დერმატოლოგმა და კოსმეტოლოგმა გვასწავლა, ეს არის მოცილება ამ ტარის ზედაპირების და ვისაც რუჯი გაქვთ და უკვე ესეთი ნახეთქები და ხო რა გაქვთ ერთში? არა, მაინც უკვე მაქვს მიუხედავად იმისა, რომ მე ზღვაზე ბავშვთან ერთად წავედი და წავიღე ყველაზე მაღალი დამცავები, რაც კი არსებობს და მეც თინა მართალი არ მეტყობა, მაგრამ ვიცავდი შუა დღის აკრძალულ საათებს, უბრალოდ ბოლო დღეს აი ესე უკვე რომ მოვდიოდი თბილისში მე ნებოდა და ვეღარ ავდექით, აი ეს დამემართა და მე მგონი კარგი პაციენტი, გამოვდგები დღეს პაციენტად. ხო და თიკას ვეპასუხებოდი ნატურალურ ინგრედიენტებზე, ხო და მე ნატურალური ინგრედიენტები მოვიხმარე აღსადგენად, აჩიკოს შემოვლაწუნე. შენი მოყევი. ჩვენი სტუმარი თავისას მოგვაშველებს კიდე. თავის სტუმარი ყავს, აჩიკოს სტუმარი ყავს, როგორ იქცანარი. კოსმეტოლოგი თიკო შარაშელიძე, მინდა მოვიწევ სტუმრად. გამარჯობა. სალამი. ჩემი ძველი მეგობარი, მოდი ვიტყვი ამასაც. და თავადაც ლამაზად გარუჯული სხვათა შორის. ანუ მართლაც ვჩივით ახლა თიკო რომ ვჩივით რომ ზაფხულის მერე მიუხედავად რუჯის სიმძაფრისა, მაინც ჩასატარებელია ერთგვარი პროცედურები. რა თქმა უნდა, ზაფხულში განსაკუთრებით რამდენადაც მომხიბვლელია რუჯი, იმდენადაც უკვე ჩვენებები და ისეთი მოვლენები ახლავს, რომელიც საზიანოა სამწუხაროდ კანისთვის, მაგრამ იმ პერიოდში ჩვენ მაგას ვერ გვგზავნებთ. და არ გვინდა რომ ამაზე ვიხმაროთ, ხო? გვინდა რომ დავჯეროთ, იმიტომ რომ კანი შედგება ძირითადად 3 შრისგან, ზედა
ეპიდერმისი, დერმა და ცხიმოვანი ქსოვილი და ეპიდერმისი კიდე თავისთავად შედგება მრავალშრიანი ეპითელისგან, რომელიც ხშირად და საერთოდ თავისთავად რუჯის გარეშედაც ხშირად იფსქნება და იცვლება. რამდენი შევს კლავთ აი ამ რუჯით შეგიძლიათ? გაატკეცებულად და გააჩნია, აი როგორ ვიქცევით რუჯი დღის რომელ მონაკვეთში, რა თქმა უნდა სასურველი არის, რამდენადაც დ-ვიტამინის წარმოქმნა სასარგებლოა სახის კანისთვის, გადაჭარბებული და ვაპატეთ რომ გაწყვეტილება დღის ამ მონაკვეთში კურიერის ჩართვა გვაქვს ხოლმე, რომელიც სასარგებლოა. უყუროთ და შემდეგ დავბრუნდეთ. რთულია სილამაზეზე და ნიღბებზე საუბარი ასეთი ინფორმაციის შემდეგ. რუჯი კი არა, პირდაპირ დამწრობა მივიღე ახლა. 2.58-ს მიაღწია $100-მა. ხო, აი თქვენთვისაც აი კურიერს უყურეთ 3 საათიაზე ჩვენ გარო გახვათ და მაგრამ ძალიან ძვირია. და სწორედ ამიტომ რომ ამ დოლარის კურსის თვალებადობამ ყველაფრის გაძვირება, ყველაფრის არა, მაგრამ გარკვეული პროდუქტების გაძვირება გამოიწვია. მივეცალოთ სახლში გაკეთე დამზადებულ არა ეს ისედაც კარგი იყო უბრალოდ ის კიტრი თუ ამის და იმის ფასი რაღაცა ოძრების და კარგი იქნება მანამდვილად არ გადავაგდებ კანსაცი კიტრის ისე იუმორი თუ გადაგვარჩენს მოკლედ არა რამდენადაც არაჩვეულებას ძალიან კარგი პროცედურებია ინიექციური თერაპია რომელშიც როდესაც შეყვალ ხიალურის მჟავა და რომელიც იჭერს ტენს მაგრამ 2.58 $2.58 აქედან გამომდინარე, რატომღაც მივივიწყეთ ეს ტრადიციული არაჩვეულება, ეს თქვა ჩვენ ბუნებრივი გზით, ის ანტიოქსიდანტები, რომელსაც შეიცავს მხოლოდ მცენარეები და რომელიც არის არაჩვეულებრივი კანის რეგენერაციისთვის დატენიანებისთვის. ბუნება მაგიტას წავალ მე მაინტერესებს ჩემს სახში რას ვიპოვია რა ჩვენ ახლოს გადმოვიჯდეთ რომ რამდენი რაღაცები გვაქვს სანამ რეკლამიდან შემოვიდოდით მიდიაჩკო და წამოდგომას ვერ მოვასწარე. თან გვაჩვენო რა არის მოდით იპო რა გვაქვს მაგიდაზე ეს არის ჯადოსნური სითხე არაჩვეულებრივი არის სახის კანისთვის იჭერს ბევრ ვიტამინს აბალანსებს სახის pH-ს, ესე იგი მჟავიანობას და იჭერს ტენს. ეს არის გვირილის ნაყინი. აი როგორც ნებისმიერ სამზარეულოში აუცილებელი ატრიბუტია ყავა, შაქარი, ჩაი, ისე ქალის მოვლის ჰიგიენის საშუალებებში აუცილებელი არის გვირილის ნაყინი. ზეთით არის და ეს არის უბრალოდ დაყენებული. ეს არის ჩაის, მწვანე ჩაის ნაყინი. ასევე ჩვეულებრივი მწვანე ჩაი, რომელსაც დავაყენებ ანტიოქსიდანტი და ეს არის ჩვენი გემრიელი საზამთროს წვენი. საზამთროს წვენი, რომელიც შეიცავს ძალიან ბევრ ვიტამინს და საზამთრო როგორც გარეგნოთ, ასევე უნდა მივიღოთ, რა თქმა უნდა, საფულში დიდი რაოდენობით, იმიტომ რომ ეს არის უამრავი ვიტამინების შემცველი და რომელიც გვეხმარება თვითონ ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის არაჩვეულებრივ. ბოდიში უკაცრავად კიტრის კანს რო ისვა მე ხოლმე საზამთროდ შემიძლია რომ შევჭამშე როგორ არა საზამთრო შეგიძლიათ საზამთროს წვენით გავყინოთ კუბიკები და წავისვათ სახეზე სუფთა სახეზე შემდეგ დავიდოთ აი ამის შემდეგ დავიდოთ ნიღაბი ეს არაჟანი იქნება რა ბოდიში შემდეგ რას ნიშნავს ის უნდა მოვიხსნა არ ჩამოვიბანო შევიშვა საზამთროს წვენის სახე და აღარ ჩამოვიბანოთ და შემდეგ წავისვათ ნებისმიერი ცილოვანი ცხიმოვანი თუ ნახშირწყლოვანი ნიღაბი აი მაგალითად იოგურტი არაჟანი კვერცხის გული, ოღონდ და შემდეგ ისევ ჩამოვიბანთ 20 წუთის შემდეგ ისევ აი დავიმუშავებთ ყინულის კუბიკით და ჩამოვიბანთ შემდეგ თითქმის ყველა ინგრედიენტი ასე თუ ისე მეცნო სხვადასხვა ნიღბიდან ან რჩევიდან რაღაცა ერთადერთი რაზეც აი გაოცებული მიფიჩინები ვარ, იმიტომ რომ თან ძალიან მიყვარს და მინდა მოგპარო და შეგჭამოთ და თან არასდროს არ მინახავს ეს არის პომიდორი. პომიდორი არაჩვეულებრივი ამიტომ შეიცავს დიდი რაოდენობით და პომიდორი დაქუცმაცებული პომიდორი გონია რომ დამწვავს არა და ისა შეურიოთ კვერცხის გული. ნიღბად გამიყენო კვერცხის გული. და იქ არაჩვეულებრივი აღდგენია კარტოფილია, რომელიც აი კარტოფილის საფენები განსაკუთრებით აი დამწრობისას და შემდგომ რეგენერაციის კარტოფილის საფენები. თვითონ ომი კარტოფილის საფენები არაჩვეულებრივია თვითონ მოხარშული პიურეც. პიურის ფაფის სახით რო გავიკეთოთ. ბოდიში უცხიმო უნდა იყოს პიურე და უმარილო? დიახ. უცხიმო და კარტოფილი მომხარშეთ, დავჭყლიკეთ თუ ძესთან ერთად ძალიან კარგია აქაც A და E ვიტამინები. ნიღბის სახით ეგ? ნიღბის სახით. და რას იზამს სახეზე?
ამ ახალი უჯრედები ამ რეგენერაციას რეგენერაციას და ტენს და ატენიანებს ამავე დროს. ეხლა შეგვიძლია თან გავაკეთოთ რამე საფუარი, რომელიც არის B ვიტამინს შეიცავს, დიდი კომპლექსს შეიცავს და ძალიან კარგია აღმდგენი თვისება აქვს. უჯრედის ელასტიურობას აღადგენს და არა ძალიან კარგი, ამიტომ დავამატოთ საფუარს ზეითუნის ზეთი. შეიძლება გადმოგინაცვლოთ, აქ ჩვენ ყველას მაინც გვისვია სახელზე რაღაცეები ბევრი და ერთადერთი მაკიაჟო მე ვარ. სუფთა ბიჭი ჩვენ შორის და ამიტომ რა უნდა ვაჭამოთ? ხშირად გვაქვს ისეთი შემთხვევები სახლში, როცა ცხება აი ბლინები, აი ღვეზელი, ვაშლის ღვეზელი, ან კექსი, არ უნდა გაუშვათ ის შანსი ხელი და როცა მოვრჩებით, აი როცა დარჩება კედელზე ეს მასა აუცილებლად თან დავისვენებთ კიდე 20 წუთის განმავლობაში უნდა წავისვათ აი სამასაჟო ხაზებზე ეს მარტივია, ცომი და იმიტომ რომ გაჯერებული არის სხვადასხვა ვიტამინები და ანტიოქსიდანტები. ეს არის არაჩვეულებრივი და ჩვენ თვითონ იგრძნով და რაღაცები ძალიან კარგია ძმარი არაჩვეულებრივია განსაკუთრებით ვაშლის ძმარი სოდა. ბოდიში რა გამოდის ახლა იცით რასაც გისმენთ? სამზარეულოში შეიარე. დიახ, ნამდვილად. ნესვი არ დაგავიწყეთ, არ დააკარგოთ დროს, ანამაი ხა სეზონი არის. ნესვის ასევე ნესვი არა, გიждდებით თუ გავყინოთ კუბები. აი, რო დარჩა მივისვა. როგორ არა, ძალიან კარგია. გაიჩერებთ, წაისმენთ, გაიჩერებთ 5 წუთი. შაქარი ძალიან კარგია. ეს ყოველდღიური ცხოვრება უნდა იყოს. თუ კვირაში ერთხელ კარგია. აი, განსაკუთრებით ახლა ჩვენ გვაქვს ლაპარაკი, როცა უკვე დაიწყო გაუწყლოვანება იმ რუჯის შემდეგ. აი, მაგ პერიოდის განმავლობაში თან აი რაღაცა ბუნებაც გვიწყობს ხელს, რომ ზუსტად ამ პერიოდში არის, სწორედ ამ პერიოდში არის აი ნესვი, საზამთრო, ახალი კიტრი და არ უნდა გაუშვათ დრო, არ უნდა დავკარგოთ დრო და ყოველდღიურად აი ამ კოქტეილებით დავიმუშავოთ. ანუ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ჩანს, რამდენი წუთი რას ვიჩერებთ, ხო? უფრო სწორედ აქვს მნიშვნელობა მაგის წოდნას, ანუ საზამთროს წვენს რამდენი ხანი ვიჩერებ, არაჟანს თუ საზამთროს წვენს იშრობს სახელს. გავიგე, მაგრამ რამდენი ხანი ვიჩერებ, ანუ ამით შეიძლება რამე ცუდი ჩავიდე. ეს სახელს შესწევს უნარი რომ შეითვისოს ეს ნიღაბი და აი პროცესები მიმდინარეობს 20 წუთის განმავლობაში, რომ ხდება გასთაძლა ძლიერდება. ამით 2 საათი ნუ წამოწვევი ხოლმე მაინდა. ვიდანთ აუცილებლად ნელთბილი წყლით და ძალიან კარგია მონაცვლეობა, თბილი და ცივი წყლის მონაცვლეობა, იმიტომ ამ დროს მიყამდე რა თქმა უნდა სუფთა სახე. სუფთა სახე უნდა მქონდეს, მაგრამ ცივი წყალი ხო არ ჯობია რომ ფორები გახსნას. ესეთი მნიშვნელობა. მე ქრისტო გადმოჯექი აბსოლუტურად თემაში არის. აი ფიაზე გარკვეული. აი დატოვე წყლით და შემდეგ აი გულისხმება ჩამობანა თბილი წყლით ჩამობანა, როცა განსაკუთრებულად არის მაგალითად გაუწყლოვანება, ტენი როცა აკლია, მკვეთრად მშრალი კანი, არ უნდა ვიხმაროთ ხშირად საპონი. ამ შემთხვევაში კოსმეტიკის მოსაშორებელ საშუალებათაც კი აი თბილი ზეითუნის ზეთი. რა მაგარი, წამესვით რამე, უბრალოდ მაჭამეთ რამე, არ ვიცი, დამალევინეთ. დამას. არა, ხელს მოდე ახლა იმ დროს ვიცით და ჩვენ გაგვიკეთებენ იყვები ჩვენ სტუდიაში რომ აი კანის ტიპების მიხედვით, მაგრამ ამ შემთხვევაში რადგან უკვე ყველასთვის გამომშრალ კანზეა საუბარი, რადგან რუჯი მოხვდა მას, უფრო ძისხივები, ამიტომ სიმშრალისთვის არის, ხო? ეს ყველაფერი რასაც თქვენ გვეცეთ. მაქვს ძალიან გამომშრალი კანი, არანაირი ტეზონა. პეთრი სიმშრალე ნაოჭისკენ არის მიდრეკილების წყარო. მე მაგალითი ვარ მაგის. pH ბალანსი და როცა ამ ჩვენ რუჯის შემდეგ ვაორთქლებთ დიდი რაოდენობით წყალს ჩვენ დაუნებურად აი იკარგება კოლაგენი, იკარგება ჰიალურის მჟავა, კოლაგენის და ელასტინის ვუსუფთავებთ ახლა კაცს. სულ მესმოდა მთელი შაშადელი სეზონი სულ იყო წუწუნი, რომ გოგოების დღეა, ნახევარი სახელმწიფო ეხლა ჩვენ კანს ვისუფთავებთ მინერალური წყლით. მინერალური რას ნიშნავს? მინერალური წყლით. ჩვეულებრივი წყლით თუ გაზიანი? გაზიანი წყლით, ხო? გაზიანი გაზგასული. გაზგასული, მაგრამ როცა ძალიან კარგია მინერალური წყლის კუბიკები, მაგრამ არ უნდა შეგვეშალოს ის, რომ გაზი უნდა გაუშვათ და შემდეგ გავყინოთ. თორე არაფერი. და მე ესე გამიგია, რომ მინერალური წყალი კარგია, რომ ესე შევისხათ. ხო, და ეს ბუშტუკებია. ძალიან კარგია, მაგრამ რეაქციას გაზიანი? გაზი. თავის ბუშტუკები. თან გითხარით რაში ურევ? ეხლა საფუარი, დიახ. ზეითუნის ზეთი და არაჟანი. საფუარი ძალიან კარგია კი. საფუარი ზეითუნის ზეთი არაჟანი, საფუარი ზეითუნის ზეთი და არაჟანი. ერთი რამე და ყველაფერი მიაფია ეს რა. რომ მე მგონი ნინო მახსენა, თქვა, აი რუჯის შემდეგ ისევ ამ კანის განახლებისთვის ზედმეტი ფენის მოცილება, რამდენად აუცილებელია? თუ თქვა, აი ამ გამომშრალ და ნახევრად მკვდარ უჯრედებზე უნდა ვიტაროთ ეს პროცედურები.
ჯობი. რა თქმა უნდა, ეს ნელ-ნელა უნდა მიმდინარეობდეს ეს პროცესები, აი თან ბუნებრივი გზით. აქ ერთსა ფილინგი, სკრაბი, ხო? და ეს ყველაფერი, ეს პილინგია, ბუნებრივი პილინგია, მაგალითად, ნალექიანი ყავა და ზეითუნი. არაჩვეულებრივი არის. აი, ეხლა ჩვენ ვატენიანებთ საზამთროს. ეხლა დიდი დაატენიანეთ საზამთროს. აუ რასუნი აქვს? მართლა? აბა ამჯერა. და უკაცრავ წებოვანი შეგრძნება არ ექნება მას? ექნება როგორ არა? გემრიელი და სწორედ ის არის ასარგებლო და შემაერთებელი. არაჩვეულებრივი სახის კანისთვის ალოე. ის არის ბიოსტიმულატორი, რომლის რბილობსაც გააჩნია აღმდგენი თვისება. ალოეს ფოთოლი. აჩიკო, აგდეს ვარენიკების სუნი, ისეთი გემრიელი. აი დავატენიანეთ საზამთროს წვენით. და ველოდები როდის ჩამოვა პირამიდ. ახლა როგორც კრემს უზნევთ ბისკვიტზე. გადაცემის ბოლომდე ვერ ჩამოვა. არა, საფუარი უმად მე მგონი არ ივარგებ. უი მართალი ხარ, მადლობა. უბრალოდ ისეთი არომატია აი აქ რო. ერთი რამე კითხვა მაქვს კიდევ. რა ნიღბებით თქვა სახეზე გამოგვადგება? თქვა აი ტანზეც ზედმეტად გამომშრალ ადგილებშიც იგივე პრინციპით. განსაკუთრებით ამ პერიოდში ტანზე შეიძლება ზეითუნის ზეთი. იცი რა მაინტერესებს თიკო, ძალიან ხშირად არის უნდა შეიმშრალო კანი და წაისვა შემდეგ საცხი თუ უკვე სველ წვეთოვან კანზე უნდა წაისვა ეს საცხი თუ იმიტომ რომ ბუნებრივად გასწრე და მერე წაისვა საცხი თუ რა ხდება? წყალი ნივთიერების კარგი გამტარია და უფრო დიდი რაოდენობით შედის საკვები ნივთიერება, მაგ დროს შეიწავება. რა შემთხვევაში თუ კი სველია? სվել კანიანი. ძალიან ბევრი კარგი რჩევა და რეკომენდაცია მოვისმინეთ დღეს. რაც თავარია სახლიდან გაუსვლელად. იქვე სახლში თუ რამე ინგრედიენტი მოგეთხოვება. არც ერთი რჩევა დოლარის კურსზე არ იყო მიბმული. ძალიან კარგი არის თვითონ აი საცხის წასმა, აი კვებავის კოვზის საშუალებით. აი თუნდაც აი ზეითუნის ზეთი თუ კი საცხის საშუალება არ არის. აი გვაჩვენეთ ეს ერთგვარ, აი ახლა ცოტა ხანში არ გვაქვს ამდენი აი პირდაპირ გადააყარეთ გვაჩვენეთ. ეხლავე არა. ვითომ საცხი არის ნიღაბი არ გამოვა? ნიღაბია ვითომ საცხი და უბრალოდ გვაჩვენეთ რა მოძრაობების საშუალება. მაშინ დავამატოთ. აი ასე, ვიდრე აჩიკოს კოვზი დავამუშავებდეთ, ჩვენ უნდა გავიდეთ რეკლამაზე და დავბრუნდებით სრულიად განსხვავებული, მაგრამ საინტერესო ამბებით. დიდი მადლობა აჩიკო და ძალიან სასიამოვნო პროცესი. ბევრი საინტერესო და სასიამოვნო ამბები გვაქვს ამ ბლოგში თქვენთვის მომზადებული, მაგრამ ერთი არასასიამოვნო ამბით გვინდა დავიწყოთ, იმიტომ რომ გუშინ გვიან ღამე ყველანი ვიყავით, ასე ვთქვათ, ჩვენ მობილურ ტელეფონებში ჩავარდნილები და აღშფოთებულები და გუშინ საღამოს ჩემს ოჯახში, ასე ვთქვათ, არტყდებოდა ზარები საქართველოს ყველა კუთხიდან, ვისაც Facebook-თან აქვს წვდომა და ყველა მეუბნებოდა, რომ სანამ ყურმილი აიღეთ, ერთი სიცოცხლე დავამთავრე. ხა კი გეღიმება, მაგრამ წარმომიდგენია. ეხლა მეღიმება, მაგრამ ურეკავდნენ ჩემს მეუღლესაც, ვიღაცამ გაავრცელა ესეთი ერთგვარი პოსტი თუ ნიუსი, რომ ჩვენ მოვყავით ძალიან ცუდ ავარიაში და ექიმები არასაიმედო რომ გადავრჩები თუ არ გადავრჩები და ასე შემდეგ. ჩემი და ჩემი მეუღლის ფოტო ჰქონდა დართული და საკმაოდ სტრესული იყო, იმიტომ რომ ოჯახის წევრები მირეკავდნენ, აი ძალიან ნერვიულები იყო ყველა და მოკლედ დიდი ესეთი პანიკა შეიქმნა. არა ხო, იცი რა, თუ ახლა მოსმენისას ესე მსუბუქად ყვება გვაცა, მე მინდა რომ ვინც ახლა გვეყურებთ და ცადეთ, აბა საკუთარ თავზე მიისადაგეთ ეს სიტუაცია. ყველას ყავს ახლობლები, ზოგიერთ ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, ზოგიერთ ასე კი აქვს უკვე ისეთი ხო, საფრთხილო, არ ვიცი, დედები, შვილები, ბებიები, მამები, ძმები, ყველას ყავს ის რაც გვანცას ახლობლებმა გუშინ გადაიტანეს სანამ ისე ხმა გაიგეს ტელეფონზე, არ ვუსურებ არც მწერსაც კი არ ვუსურებ და მე ჩვენ ასევე ტელეფონის საშუალებით საუბრობდით, ეს კითხვა დასვი შეგვაცა რომ აი რატო კეთდება? ხო, რა სამსახურება ეს? არ არის პირველი ადამიანი, ჩვენი მეგობრებს ემართება. ხო, აგერ მარინა და ბერიძე ჩიო და სეზონის დასაწყისში რომ ისეთი დიაგნოზი გამომიჭენესო, რომ მართლა არ დამემართოს, მეშინიაო ასევე ძალიან ბევრჯერ მოკლეს აი ესეთი სახით კახი კავსაძე. გუშინაც იგივე მაჩვენეს გუშინაც. გირიბერიკაშვილი ძალიან ბევრჯერ იყო რომ ესე გავრცელდა რაღაცეები და მე სიმსახურება საკმაოდ მაწუხებს ეს პრობლემა, იმიტომ რომ არამედ მე შემეხო თქვა, არამედ იმიტომ რომ უბრალოდ ინტერესი მკლავს, რატომ შეიძლება გაუჩნდეს ვიღაცას სურვილი, მსგავსი პოსტის დაწერის, მით უმეტეს რომ
აჭერ შემდეგ ამ ნიუს აჭერ ხელს, მე იქიხსნის ვირუსს, მე გეუბნება რომ თუ დააჭერ, თუ გააზიარებ გაჩვენებ, ნახავ და აი ესეთი ვირუსული გზით ცელდება. მე მინდა და გამერკვია რა პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს ასეთი თქვა კიბერ რა ქვია ამას ავიცი კიბერსიცრუის ავტორს და შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-ცენტრში შევეცადე გამერკვია თუ კი დაიწყება გამოძიება ესეთი ტიპის და გამოვლინდება ავტორი, აქ სრულდება ამით პასუხისმგებლობა, ანუ კანონი არ ითვალისწინებს მისთვის გარკვეულ სასჯელს, მაგრამ შემდეგ თქვა დაზარალებულ პირს შეუძლია უჩივლოს სასამართლოში და ეს უკვე სამოქალაქო დავით გაგრძელდეს და თქვა მან მოითხოვეს მორალური ზიანა, შემდეგ უკვე სამართლო გადაწყვეტს. მოკლედ გრძელვადიანი გაწელილი პროცესია და ეს არ ითვლება მოკლედ დანაშაულად, მოკლედ რომ თქვა. არ ითვლება, მაგრამ გუშინა ერთ-ერთ შენ საყვარელ ნათესავზე რო თქვი რომ ხმას აზმი ქონდა ლამის ხო შიშისგან და ეს აბსოლუტურად გასაგებიც არის. თქვათ რომ რაღაცა ზიანი დაემართოს ადამიანის ჯანმრთელობას ამის გამო აბსოლუტურად მისაღებია. ამიტომ მე ვფიქრობ აი ესეთი სისულელების კეთება ჯობია დრო დახარჯონ უფრო კეთილშობილად და იკითხონ წიგნები ადამიანებმა. ჯობია რა თქმა უნდა და ეს სოციალურ ქსელში ჩავარდნაირი დროის ჭკვიანურად ხარჯვა ეს იქნება წიგნთან ურთიერთობა და წიგნთან მეგობრობა და მე მინდა ასე გადავიდე ჩვენ სელექციური ჟენები აკეთებენ რომლებსაც ძართვლიან რომ ჯობია სხვა რამე აკეთონ. ერთხელ გითქვამთ რომ განათლება ბევრ რაღაცას გადაჭრიდა ბევრ პრობლემას. ამ შემთხვევაშიც ასე იქნებოდა და მე ახლა მინდა გითხრათ ამბავი რომ არ წიგნები გაჩნდება მალე ჩვენს დახლებზე, გამოფენა გაყიდვისთვის არის სამზადისი და ისე დავინტერესდი რას გულისხმობს არ წიგნები, ამას მარკაც ხარდიანი კვეთრის თავისი. ექსპო ჯერჯეს ტერიტორიაზე წიგნის ხელოვნების ცენტრის ბიბლიოთეკაში წიგნისა და ზოგადად ხელოვნების მოყვარულებს 12 სექტემბერს ქართველი არტისტების არტ წიგნების გამოფენა გაყიდვა ელის. თუ რა იგულისხმება არტ წიგნებში და ზოგადად გამოფენა გაყიდვის სხვა დეტალების შესახებ მისი ერთ-ერთი ორგანიზატორი ნინი ხუროშვილი ისაუბრებს. მოგესალმებით მაკა, მივესალმებ მაყურებელს. როგორც მოგეხსენება 12 სექტემბერს გაიხსნება წიგნის ხელოვნების ცენტრის ბიბლიოთეკაში არტ წიგნების გამოფენა გაყიდვა, რომელშიც მონაწილეობას იღებს დაახლოებით 15-მდე ქართველი არტისტი. ამასთან ერთად ჩვენ გვაქვს კონტრაქტი გაფორმებული გერმანულ მაღაზიასთან Moto Distribution-თან, რომლის ძალიან დიდი ნაწილი წიგნების ჩვენ აქ გვაქვს და ეს წიგნები ხელმისაწვდომი იქნება ადამიანებს რომ იყიდონ და ასევე გვაქვს ამ წიგნების ბიბლიოთეკა, რომელიც ძალიან დიდი მასალაა ქართველი არტისტებისთვის ინსპირაციისთვის. ამასთან ერთად ზოგადად წიგნის ხელოვნების ცენტრის კონკრეტული ჯგუფი ორიენტირებულია რომ საქართველოში აღმოაჩინოს ძალიან საინტერესო არტისტები დაინტერესებული ექსპერიმენტული წიგნების კეთებით, რომელიც შეიძლება იყოს ნებისმიერი ნამუშევარი ქცეული წიგნად. კონკრეტული პროექტი, რომელსაც აქვს თავისი კონცეფტი და თავისი ვიზუალური მასალა, რაც საბოლოოდ შეიქმნება ძალიან საინტერესო პროექტად და ეს შეიძლება იყოს ხილვადი ნებისმიერი ადამიანისთვის წიგნის სახით. და ამასთან ერთად წიგნის ხელოვნების ცენტრი ახორციელებს სხვადასხვა ღონისძიებებს, მაგალითად ერთ-ერთი დაიგეგმება სექტემბრის ბოლოს, როდესაც ჩამოდის ერთ-ერთი მენტორი, პოლონელი ლექტორი, რომელიც ჩაატარებს ვორქშოპს ქართველი არტისტებისთვის, თუ როგორ უნდა გააკეთონ არტ წიგნი. და ეხლა ჩვენ ამასთან ერთად გვინდა რომ პოპულარიზაცია გავუწიოთ არტ წიგნებს და ნებისმიერი ადამიანი, რომელიც დაინტერესებულია, რაღაცნაირად დავეხმაროთ და მისთვის გავხსნათ გზა, როგორ შეიძლება რომ ამ სივრცე მიფუნქციონიროს. წიგნის ხელოვნების ცენტრის ბიბლიოთეკაში პერმანენტულად მოხდება ქართველი არტისტების არტ წიგნების პრეზენტაციები, რითაც ჩვენ ყოველთვის ღია ვართ და ნებისმიერ არტისტს, რომელიც გააკეთებს თავის ნამუშევარს და შექმნის როგორც არტ წიგნად, ან თავის კონკრეტულ პროექტად, შეუძლია მოიტანოს და ჩვენ დავეხმარებით იმაში, რომ მოვიზიოთ ხალხი, რათა ქართულმა ხალხმა გაიგოს, როგორი არტ წიგნები იქნება საქართველოში. ნინი, რა პრინციპით და რა კრიტერიუმებით მოხდა ამ გამოფენა გაყიდვისთვის არტ წიგნების შერჩევა? ზოგადად წიგნის ხელოვნების ცენტრს ყავს რაღაც კონკრეტული ჯგუფი, რომლებიც აკეთებენ არტ წიგნებს, იმიტომ რომ ჩვენ ბევრი ღონისძიება გვაქვს აქამდე ჩატარებული ამ მიმართულებით. აქედან გამომდინარე, ჩვენ დავკავშირდით ჩვენს როგორ თქვა ადამიანს, რომლებიც ჩვენთან თანამშრომლობდნენ და გამოვართვით ეს კონკრეტული წიგნები, რაც ჩვენი ღონისძიების ფარგლებშიც იყო გაკეთებული და რომლებიც დამოუკიდებელი არტისტები, რომლებიც თავიანთი მიმართულებით აკეთებენ არტ წიგნებს. დიდი მადლობა. ჩვენს გვერდით არის ერთ-ერთი არტ წიგნის ავტორი ხატია ჩიტორელიძე. ხატია, რა გაქვთ წარმოდგენილი ამ გამოფენა გაყიდვაზე? მოგესალმებით პირველ რიგში. მე მაქვს წარმოდგენილი ჩემი წიგნი რუსთავზე, რომელიც ჩემი მშობლიური ქალაქი, ასე რომ ვთქვათ. ფოტოები გადავიღე რუსთავში და შემდეგ ამ აგვისტოს ვიყავი ზალცბურგის საერთაშორისო სამხატვრო აკადემიაში, სადაც გავაკეთე ეს წიგნი მთლიანად როგორც პროდუქტი. ანუ სულ ხელნაკეთია, ორიგინალი, ეს სავარაუდოდ არ გაიყიდება, იმიტომ რომ ერთი ეგზემპლარია. და ეს ტექნიკა გულისხმობს ფოტოდან
ბეჭდვას, რომელიც ასევე ანუ ეს ფოტო ციფრული არ არის, ანუ ხელნაკეთია მთლიანად. თავი ღირსება ამ წიგნის მდგომარეობს ამაში. დიდი მადლობა. ქართველი არტისტების, არტ-წიგნების, არტ-ნამუშევრების შეფასების საშუალება ექსპო ჯორჯიას აიან პავილიონში ამ კოტეჯში 12 და 13 სექტემბერს იქნება შესაძლებელი. აი ესე არტ-წიგნები, ნებისმიერი წიგნი გადაგვარჩეს, მინდა აქ შემოგეპასუხოთ იკა და საერთოდ ხელოვნებას რაც უფრო ხშირად ვეზიარებით და ვაზიარებთ ბავშვებს, მით უფრო ნაკლები დრო დაგვრჩება სისულელეების კეთებისთვის. ძალიან საინტერესო მხატვრის გამოფენა იხსნება დღეს 7 საათზე დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში. ჩვენ როც ცისფრად მოვიხსენებდით ცისფერ გალერეაში. ვისაც არ გინახავთ, არ იცნობთ ვახო ბუღაძის შემოქმედება, ძალიან გირჩევთ, ძალიან ისიამოვნებთ და უკვე ისიამოვნა რუსუდან გეორგაძემ და მოდით ნახოთ დეტალები. მოგესალმებით, ამჯერად დიმიტრი შევარდნაძის სახელობის გალერეაში ვიმყოფები. დღეს ქალაქის კულტურულ მაჯისცემაზე მიჭირავს ხელი, შეიძლება ასეც ითქვას და ვეცდები ჩვენს მაყურებელს ქალაქში მიმდინარე ყველაზე აქტუალური კულტურული მოვლენების ნაწილი მაინც გავაცნო. დიმიტრი შევარდნაძის სახელობის გალერეა პირველი ადგილია, სადაც დღეს აუცილებლად უნდა მოვიდეს საღამოს 7 საათზე ხელოვნების მოყვარულები, რადგანაც ვახო ბუღაძის პერსონალური გამოფენას მასპინძლობს დღეს ეს სივრცე. ვინც მხატვრის შემოქმედებას კარგად იცნობს, მას ემახსოვრება, რომ მხატვარმა 2 წლის წინ ოლეგ ტიმჩენკოსთან და უშაგი ხუმარაშვილთან ერთად გამოფინა ნამუშევრები, მაშინ გამოფენა ერთიანდებოდა სახელწოდების ვიქტორიას ქვეშ. დღეს კი შეგიძლიათ დაათვალიეროთ 2013-2015 წლებში შექმნილი ნამუშევრები, რომელიც ერთი სახელის ქვეშ, გარეუბნის ქვეშ ერთიანდება. უფრო დეტალურად საკუთარ გამოფენაზე, პერსონალურ ექსპოზიციაზე გვესაუბრება მხატვარი ბატონი ვახო ბუღაძე. ბატონო ვახო, გითხარით, ანუ ვინც თქვენ შემოქმედებას კარგად იცნობს, მან იცის, რომ თქვენი შთაგონების წყარო და ერთგვარი პროექცია ყოველთვის ხდება თქვენი წარსული, თქვენი მოგონებები. ამჯერად რა გახდა თქვენი შთაგონების წყარო? ალბათ უფრო ბავშვობის მოგონებები, ხო? კი, გამარჯობა, დიდი მადლობა. ნამდვილად ესეა, ბოლო რამოდენიმე წელია რაც უფრო ამ თემებზე რაღაც მიწევს მუშაობა და ეს გამოფენაც პრინციპში ამასთან არის დაკავშირებული. დაკავშირებული არის რაღაც პერიოდთან, ჩემი ბავშვობის, როდესაც ცხოვრობდით აქ დახურულ ბაზართან ქალაქის ძველობანში. ეს კომუნისტური დრო არის, მაშინ ვიყავი ალბათ მეხუთე კლასში ესე და დაიწყებოდა გზანის მშენებლობა ახალი უბნის და მაშინ შეეძლოთ ეს კომუნისტებს სადაც უნდა გადაგიყვანენ და გადაგვიყვანეს ბებია ჩემი და ბაბუა ჩემი გადაიყვანეს იქ. მეც ამას ესე იგი მეც აქ მოვხვდი ამ გზანში, ამ ახალ კორპუსში, სადაც ჩემთვის ცოტათი საერთოდ სხვა გარემო იყო და ეს დაწყებული იყო ახალი ეს მშენებლობა რამოდენიმე სახლი იდგა მაშინ ჯერჯერობით, ეხლა მთელი ქალაქია. ამასთან დაკავშირებით არის ეს გამოფენა, რაღაცა პერიოდი, რომელიც გაგრძელდა ეს ჩემი ბავშვობა და მე როგორ ტრანსპორტირდა ეს სახლი ჩემთვის, რანაირი იყო, როგორი იყო და როგორ ცხოვრობდი იქ და აი ეს არის მთლიანობაში, მოკლედ რომ ვთქვათ. როგორ დაინახა უკვე გაზრდილმა ვახო ბუღაძემ თავის ბავშვობის თვალით დანახული, ანუ როგორ პროექცირდა უკვე დიდობაში ეს ყველაფერი, გარეუბანი და მისი ფენომენი? იცით როგორ არის, რა ვიცი, მე მინდოდა ამას ყველანაირად ხედავ, ვერნაირად უყურებ და ამ მოწმე, როდესაც უკვე აპირებ, რომ რაღაცა გააკეთო, რაღაც გამოფენას, სახე მისცე ამას ნამუშევრების. და ამის მიხედვით, რომ აი რაღაცა 1000 შემოწმების და 1000 ფიქრის მერე იწყება უკვე მუშაობა და პრინციპში რაც მე გადავწყვიტე, რომ გამეკეთებინა როგორი ფორმის, როგორი ფორმატის, აქაც იყო პრინციპში ამ გალერეაზე იყო გათვლილი ჩემთვის ეს გამოფენა. ამიტომ არის დიდი ფორმატები ძალიან გაკეთებული, ძალიან არა, მაგრამ შეძლებს და არა. ბევრი ნამუშევარია, 2 წლის მანძილზე ვაკეთებდი. თან სპეციფიკა დანახული, რასაც თქვენ მეკითხებით, არის უკვე მხატვრული ფორმა, როგორ გადმოიტან ამას, როგორ გააკეთებ, რომ აი რაღაც წარსულის და რაღაცა ის დროში, რაღაცა ტრანსფორმირების ემოცია გამოიწვიოს. ამას აქვს თავისებური რაღაც ნიშნები, შესრულების მხრივ არის რაღაც ტილოზე აკვარელებით შესრულებული, რომ იყოს გამჭვირვალე ფერები ყოფილიყო უფრო მეტი, რაც შეიძლება რომ ყოფილიყო რაღაცა ის დამოკიდებულა უფრო სწორედ აღქმა იმისი თუ არის ეს არ ვიცი ბოლომდე რომ ეს არ არის რაღაცა დასრულებული ან რაღაცა გარკვეული ნამუშევარი აი ზუსტად რომ გაიგებ ყველაფერს რა არის ახლა ხატული ან რაღაცა უფრო რაღაცა ესეთი არის აბსტრაქტული აბდაუდა რაღაცნაირი ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ესე არის აქ მოსულ დამთვალიერებელს თუ გაუჩნდება ერთგვარი ნოსტალგია საკუთარი საბჭოთა ბავშვობის მიმართ
ნელი სათქმელია. ვერ ვიტყვი მაგას, შეიძლება ნახატები არის ესეთი ნამუშევრები, დავუშვათ აი ეს ნამუშევარი, სადაც საბჭოთა კორპუსი დგას და რაღაც პიური საბჭოთა კორპუსი. შეიძლება ამან გამოიწვიოს, რა თქმა უნდა, არ ვიცი, ესეც ბოლომდე ვერ ვიტყვი, მაგრამ კარგი იქნება რომ გამოჩნდეს ეს, რომ გამოიწვიოს კურსორით, ალბათ კარგი იქნება. არის რამოდენიმე ეგეთი ნამუშევარი, როგორც მე ვფიქრობ, სადაც აი ზუსტად ეს იგრძნობა რაღაც. ძალიან დიდი მადლობა. მე კი ჩვენს მაყურებელს ვეთყვი, რომ გამოფენის ნახვის საშუალება 9 ოქტომბრამდე გაქვთ. მე სულ ცოტა ხანში კიდევ შემოგიერთდებით. ამჯერად უკვე ერთ ძალიან საინტერესო ფოტოპროექტზე გიამბობთ. საინტერესო ფოტოპროექტით, საინტერესოა, მაგრამ მე ისევ გამოფენაზე მინდა ვთქვა, მართლა ვინც არ იცით ამ ხატრის შემოქმედება, მართლა სიამოვნებას მიიღეთ, მიუხედავად რა ეპოქაში, იმისა, რომ ახლა ეპოქაზე საუბრობდნენ. ტელევიზორიდან კიდე ესე არ ჩანს რა. ხო, და ნოსტალგია მათვისაც ახსოვს და ახალი აღმოჩენა და ახალი ემოციები მათვისაც არ ახსოვს, საბედნიეროდ არ ახსოვთ ის ეპოქა. ახლა თქვენ. ახლა შენი დრო. შაბათი კვირა გვიახლოვდება და ძალიან კარგი შანსი იქნება ოჯახის წევრები წახვიდეთ და ნახომერ გაიაროთ წიგნს. რატო მინორში? მოდი შაბათი კვირა, თინა. ვინ გამიხარდება ახლა ისე მითხარი ეგ ინფორმაცია. შაბათი კვირა მოდის. მუშაობა მინდა. ხო, გული დაგვიხარია შაბათი კვირას. არა, შაბათი კვირა მოდის და შაბათს ყველანი ხვდებით ქუთაისში. მაშინ რაზე ვიტყვი? ქუთაისში კონცერტზე ხვდებით ერთმანეთს შაბათს. საღამოს ქუთაისელებო და მის ირგვლივ აი ამ ქალაქის ირგვლივ ყოფო ადამიანებო თუ გაქვთ საშუალება მეორე კამერაში რომ მოხვიდეთ კონცერტზე ნამდვილად ისიამოვნებთ, იმიტომ რომ იქ არის ის მუხტი როგორც გვანც ამბობდა და ამ მუხტს მეც გამოვცდი, რომელიც გაბედნიერებს, ასე რომ მოგზანდით. ძალიან დიდი ხანი კონცერტით ვიკენდი ქუთაისში გამოგვიწია, როგორი დახვედრა იციან ქუთაისელებმა და ჩვენ გადაცემის ჩასაწერად როცა ვიყავით, ასე ვთქვათ, შემზადებული გვაქვს ემოციური ფონი, მაგრამ ეს სულ სხვა რამეა, როდესაც სცენაზე ადიხარ და შენს ამოსვლას ასე სხვა ემოციით პასუხობს ამდენი ხალხი. სიტყვა მოიტანა და ბარე მეც ვიტყვი, არ შემიძლია არ აღვნიშნო აქვე რა. ქუთაისში სასწაული მაყურებელია თეატრის. ფანტასტიკური. ყოველთვის როცა ვგებულობ, რომ ქუთაისში გვაქვს გასტროლი და თეატრიდან, რამეს რომ კონკრეტულად რომელიმე სპექტაკლი გვაქვს, ერთი სული მაქვს და რატო? ზუსტად ვიცი, რომ ასმაგად გვიბრუნდება მაყურებლისგან ის, რასაც ჩვენ ვაკეთებ სცენაზე და დიდი მადლობა ამისთვის არასოდეს არ დამეზარება მადლობის გადახდა, იმიტომ რომ ეს არ არის ხშირი სამწუხაროდ და როცა მომეცემა საშუალება ქუთაისელებო, ყოველთვის გადაგიხდით ამისათვის მადლობას, იმიტომ რომ თეატრი გაქვს, ფანტასტიკური მსახიობები გყავთ და ფანტასტიკური დახვედრა, შეფასება და გაცილება იცით. კონცერტი მქონია ბევრჯერ ღია სივრცეში თუ დახურულში და ნამდვილად არაჩვეულებრივი პუბლიკა, რომელმაც არაჩვეულებრივი ტაშიც კარგად იცის, შეძახილიც, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ სცენაზე. გამოხატავს მაყურებელი, უნდა გამოხატავდეს, ასე ვთქვათ, ემოციას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი არტისტი. ენერგეტიკის გაცვლა. მაგალითად, ესეა არტისტი. მე ქუთაისში კონცერტის მერე რომელიც მაჯუკას კონცერტის მერეა. დათუჩა? კონცერტის მერე გამასპინძლებაზე და ამაზე საერთოდ აღარაფერი აღარ მინდა რომ ვთქვა, იმიტომ რომ კონცერტზე რომ მივდივარ, სულ რო წამოსასვლელი ვიყო, იმიტომ რომ დილას საქმე მქონდეს, მაინც ისე ხდება, რომ იქ ვრჩები ღამე და დილას ადრე გამოვდივარ სამსახურისთვის. მეც მიყვარს ქუთაისი და მოკლედ ელოდეთ რუსთავიორის ჩემიას კონცერტს ქუთაისში და როგორც თიკამ თქვა, არა მარტო ქუთაისლებისთვის, არამედ ყველას, ვინც შეძლებთ, რომ შაბათს ქუთაისში მოიყაროთ თავი. მართლა არაჩვეულებრივი პროგრამა. ყველა ის ადამიანი გამოვა სცენაზე, ეს იქნებიან ჩვენი კოლეგები კომედი არხიდან თუ არტისტები, ჩვენი მუსიკალური პროექტებიდან, პატარა ვარსკვლავუკები, გენიოსები თუ უკვე ღვაწლმოსილი და დამსახურებული ბენდები, ასე ვთქვათ, ყველანი თქვენთვის შეიკრიბება შაბათს ქუთაისისთვის. ეს მართლა ზეიმია, ვინც სხვა რეგიონში არ დასწრები ხართ, მერე დაგწყდებათ გული ნამდვილად. მეც ყველას წარმატებებს გისურვებთ, თინა, მინდა რომ ხო, სხვა შუადღის მომზადე ბევრი ფოტო გადაღებისთვის და ბევრი, ასე ვთქვათ, სითბოს გაზიარებისთვის. მე ამისთვის ყოველთვის ვზად. ეს ურთიერთ გაზიარება სითბოსი და სიყვარული. მე კი მინდა რომ შევაჯამოთ ჩვენი დღევანდელი გადაცემა და ქრისტინეს რუბრიკის, ასე ვთქვათ, პირველი მოზომება წარმატებულად ჩავთვალოთ და ძალიან სასარგებლო იქნება. მე შენს რუბრიკაში ყოველთვის ყოფილი ვარ და მე მგონი ეს რუბრიკაც რაღაცნაირი ჭრელი, ფერადი და ჰაეროვანი გამოვა. ნახოთ, წინ ბევრი სასარგებლო. ცირა აჩიკომას ჩვენიერი სარგებელი მიიღო, დღეს არის
მეგონი აბწყინებული სახისგანით უკვე თვით გაცისკროვნებული ბოლოსკენ. ვარ, შარავანდედი მადგას თავზე, არჩილ პრიშვინმა დღე შეასრულა. რატო პრიშნო შესანიშნავი სოლოღაშვილი ხარ ბატონო და მადლობა. ძეგვიდან. ძეგვიდია ხარჩილ ძეგველი. ქრისტო, ძალიან დიდი მადლობა რუბრიკისთვის. მე დღეს ძალიან ბევრ რაღაც ვისწავლე, რაც არ ვიცოდი. და წინ უფრო ბევრ აბა რა, რაღაცებს რამდენი ვისწავლით ერთად. რატო იცი, ორ შაბათი დავიწყეთ ისე, რომ ინერციით მიდის რა. ასე წავადა, ჯერ ინერციას კიდე პარასკევი აკლია, ხვალ პირველი პარასკევი ამ სეზონის და პირველი მერიკო თავის სიახლეებს გეგმავს. ნამდვილად სიახლეებს მეც სიამოვნებით ვუყურებ, არ ვიცი ტელევიზორი თუ პირდაპირ აქ მოვიდე, გადავწყვიტავ. და გიორგი უშიკიშვილი ხვალ რომელ კუთხეს შეეხება ვნახოთ. მოკლედ გემშვიდობებით ხვალამდე, ხვალ ასევე შეხვდებით ჩვენს თანაწამყვას მერაბდუკაშვილს, რომელიც პარასკევს შეხვდებათ ხოლმე. ძალიან მოგვენატრა დუკა. საუკეთესო სურვილებით გემშვიდობებით. ხვალამდე უნდა გვიყუროთ ამავე დროს, ამავე არხზე, კურიერიდან კურიერამდე.